It's just everything from the training, but in 3D and absolutely unbelievable. This is incredible. Kathy Moonjoy. I definitely see all of the basin of Oriental, Copernicus, easily all in view. This is so awesome. We look like we're smiling at you, like a little Cheshire cat. Thank you guys. I thought we just caught an ActiWatch sync. If I had my own, I'd sync it with you. Breaking news. At this time, you are go for all types of uses of the toilet. And the crew rejoices. Thank you. Yeah, we caught a view of Earth in window 1, and now we're completely distracted for a little bit. To me, is a great, example of why we go and do these missions. If you can't take love to the stars, then what are we doing? Like, why would we even go? პირველი აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ კვლავ დაამტკიცა, რომ გრანდიოზული იდეების განხორციელება ადამიანის ხელით სავსებით შესაძლებელია. თუ შესაბამისი მონდომება და სურვილი იქნება, რა თქმა უნდა. დასრულდა მთვარეზე დაბრუნების რიგით მეორე ეტაპის მისია Artemis 2, რომლითაც 2026 წლის აპრილის პირველი 10 დღის განმავლობაში საოცარი კოსმოსური მოგზაურობა ვიხილეთ. პირველად 53 წლის შემდეგ. არავის აინტერესებს, თუმცა ამით კვლავ გაქარწყლდა ბრტყელი დედამიწის კოსმოსის უარმყოფელი და მთვარის წინა მისიის გაყალბების შეთქმულების თეორიის მოყვარულთა ყოველგვარი უარგუმენტო მოსაზრებები. რაც პირადად მე ძალიან მიხარია. გასულ ვიდეოებზეც იკლო ასეთი მცდარი იდეების მხარდამჭერთა კომენტარებმა. ნუ აღიარებენ, მთავარია დაინახოთ. რაც შეეხება ამ ეპიზოდს, დაპირებისამებრ წარმოგიდგენთ 10 დღიანი მისიის დეტალურ და სამეცნიერო კუთხით შეჯამებას. Artemis 2. მთვარეზე ვბრუნდებით. აი ეს გმირები, ეს 4 ადამიანი, ეს ხალხი. მთვარის გარშემო ისტორიული 10 დღიანი მოგზაურობის შემდეგ Artemis 2-ის ეკიპაჟი საბოლოოდ დაბრუნდა დედამიწაზე. პირველ რიგში დავიწყებ სიახლეებით და შემდგომ გადავალ მისიის მიმდინარეობასა და სამეცნიერო შეჯამებაზე. მას შემდეგ, რაც ასტრონავტები დაბრუნდნენ და მათი სამაშველო ოპერაციაც წარმატებით დასრულდა, ისინი გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში ზოგადი შემოწმებისა და საჭიროებისამებრ ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროტოკოლური ღონისძიებები დიდად საჭირო არ აღმოჩნდა, რადგან კოსმოსში ყოფნის 10 დღემ დიდი ზიანი არ მიეყენა ჩვენს მამაც 4-ს. შესაბამისად, ასტრონავტებმა მალევე შეძლეს გარემოსთან, დედამიწასთან კვლავ ადაპტირება და გამართულად გავლაც. ახლა გთავაზობთ ჰიუსტონის ცენტრში მათი მისვლის საზეიმო ემოციური დახვედრისა და პირველი საჯარო განცხადებების ვიდეო მასალას. ძალიან საინტერესო და შოუს სანახაობა იყო ეს ნაწილიც. NASA-ს ასტრონავტების ემოციურ და ტრიუმფალურ დაბრუნებას ზეიმი ჩაეგებდნენ კოლეგა ასტრონავტები, კოსმოსური სააგენტოს მმართველი ჯარედ აიზეკმანი და მისია Artemis-ის მეთაურები, ინჟინრები და სხვა პერსონალი. როდესაც რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, ელექტონის აეროდრომზე დაეშვნენ, მათ გრანდიოზული ოვაციებით სავსე დახვედრა მოუწყვეს. ვიდეოში ასახულია თბილი და ამაღელვებელი მომენტები, როცა ასტრონავტები პირველად შეხვდნენ თავიანთ ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს მთვარის გარშემო რეკორდული ფრენის შემდეგ. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ ასტრონავტები NASA-ს ჰიუსტონის მართვის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც სპეციალურ სააქტო დარბაზში გაიმართა პირველი პრესკონფერენცია. ვნახეთ მათი პირველი საჯარო გამოსვლები, სადაც ეკიპაჟი საუბრობდა კოსმოსის უსაზღრო სიდიადეზე, ჩვენი პლანეტის სიფაქიზესა და იმ უზარმაზარ მადლიერებაზე, რომელსაც ისინი სახლში დაბრუნებისას გრძნობენ.
თავდაპირველად მათ და საზოგადოებას NASA-ს ადმინისტრატორი ჯარედ აიზეკმენი მიესალმა. ჩემთვის უდიდესი პრივილეგია მივესალმოთ მეთაურს რიდ ვაიცმანს, პილოტ ვიქტორ გლოვერს, მისის სპეციალისტებს კრისტინა კოხს და ჯერემი ჰანსენს. ქალბატონებო და ბატონებო, NASA-ს არტემის 2-ის მისიის ეკიპაჟი. არტემის 2-ის ეკიპაჟო, ეს მომენტი არის მრავალი წლის დაუღალავი შრომის უზარმაზარი პროფესიონალიზმისა და უბრალოდ გამორჩეული ადამიანობის შედეგი. რა თქმა უნდა, ბევრმა ჩვენგანმა ეს უკვე იცოდა, განსაკუთრებით თქვენმა ოჯახებმა, რომლებიც მთელი თქვენი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში გიჭერდნენ მხარს და ამ 250,000 მილიან მისიაშიც დედამიწიდან. ახლა კი მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა საოცარი ადამიანები ხართ. როცა ამ დიდებულ მოგზაურობაში ყველა ჩვენგანი თან წაიყოლეთ. ბოლო 10 დღის განმავლობაში თქვენ გამოსცადეთ SLS რაკეტა და ორიონის ხომალდი. თავად მართავდით აპარატს, შეასრულეთ კრიტიკული ოპერაციები. განახორციელეთ სამეცნიერო დაკვირვებები, გადაიღეთ შთამაგონებელი ფოტოები და, რა თქმა უნდა, ისტორიაში ყველაზე შორს გაემართეთ კოსმოსში. რეალური საცდელი მისიის ფარგლებში. თქვენ იყავით პირველი ეკიპაჟი, რომელმაც ამ რაკეტითა და ხომალდით იფრინა, რაც ბუნებრივია რისკსაც მოიცავდა. თქვენ მიიღეთ ეს რისკი იმ საერთო მიზნისთვის, რასაც ყველანი ბესწრაფვით, იმისთვის, რაც ამ მისიიდან ვისწავლეთ და იმისთვისაც, თუ სად მივდივართ აქედან. თუმცა თქვენ მარტო არ ყოფილხართ, ჩვენ ყველანი თან წაგვიყვანეთ. თქვენთან ერთად იყვნენ წარსული 10 წრეულების პიონერთა წყვილი. დედამიწაზე დარჩენილი თქვენი ოჯახების სიყვარული და ისინიც, ვინც თითქოს ვარსკვლავებიდან გდარაჯობდათ. არტემის 2 არის ამერიკის მთვარეზე დაბრუნების დასაწყისი და არა მხოლოდ ამერიკის, კაცობრიობის. ამ სახამოს, როდესაც აქ ვდგავართ, მობილური გამშვები პლატფორმა ემზადება ვაფში დასაბრუნებლად. იწყება არტემის 3-ის აწყობა და შემდეგი ეკიპაჟის უკვე მზადებას იწყებს, რომ თავისი როლი შეასრულოს, როცა მთვარის ზედაპირზე დავბრუნდებით, ამაშენებთ ბაზას და აღარასდროს დავთმობთ მთვარეს. მეთაურო რიდ ვაისმან, თებერვალში ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ იმედოვნებდით, ეს მისია დავიწყებას მიეცემოდა და მომავალი მოვლენები გადაფარავდა მას, მაგრამ ბოდიში, იმედგაცრუება მოგვიწევს. არტემის 2 ყოველთვის ემახსოვრება კაცობრიობას. ეს იყო ის მომენტი, როცა ყველამ ერთად კვლავ დავინახეთ მთვარე, როცა ბავშვობის ოცნებები რეალურ მისიებად იქცა. თქვენ დაეხმარეთ სამყაროს კვლავ დაეჯერებინა და ამას ვერავინ დაივიწყებს. ასე რომ NASA-სა და მთელი მსოფლიოს კოსმოსის მოყვარულთა სახელით, მადლობა თქვენი გამბედაობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ერთიანობისთვის და ადამიანობისთვის. მადლობა რომ კვლავ დაგვანახეთ მთვარე, მადლობა რომ კვლავ დაგვანახეთ პლანეტა დედამიწა და მადლობა რომ წვლილი შეიტანეთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ თავგადასავალში. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. All right, 3, 2, 1. Integrity. ამ აქტიურ საათებს ვატარებთ და თუ ამ ღილაკს დააჭერ, წითელი ნათურა ინთება. ეს ნიშნავს, რომ ბატარეა წესრიგშია. არ ვიცი რატომ, მაგრამ უკვე 2 წელია, როცა ამ მოწყობილობებს ვიკეთებთ, თითქოს ყურადღებას გვიბრუნებს. როცა ოდნავ გავიფანტებით, ისევ კონცენტრაციაში გვაბრუნებს. ამ მისიის დროსაც ხშირად ვაკეთებდით ამას, სინქრონულად, სრულიად უმიზეზოდ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა უნდა ვთქვა. სულ რაღაც 24 საათისი დედამიწა ფანჯრიდან ასე პატარა ჩანდა და ჩვენ მაღალი სიჩქარით ვუახლოვდებოდით. ახლა კი აქ ვართ, ელიქდორში, სახლში.
თითოეული ჩვენგანი რამდენიმე სიტყვას იტყვის, მაგრამ მიკროფონი პირველად მე მომცეს. ამიტომ დავიწყებ. ვიქტორ, კრისტინა და ჯერემი, ჩვენ სამუდამოდ ვართ დაკავშირებულნი. აქ მყოფთაგან ვერავინ გაიგებს სრულად, რა გამოვიარეთ ჩვენ 4-მა ერთად. ეს იყო ყველაზე განსაკუთრებული გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი ოჯახები აქ არიან, გარდა დოტის, სუზისა და ჯინისა, რომლებიც აუდიტორიაში სხედან, თუმცა არ ვიცის ზუსტად სად. არავინ იცის რა გადაიტანეს ჩვენმა ოჯახებმა. ეს მარტივი არ ყოფილა, სახლიდან 200,000 მილზე მეტით დაშორება. გაშვებამდე გგონია, რომ ეს ყველაზე დიდი ოცნებაა დედამიწაზე, მაგრამ როცა იქ ხარ, ყველაზე მეტად გინდა ოჯახთან და მეგობრებთან დაბრუნება. ადამიანად ყოფნა განსაკუთრებულია და განსაკუთრებულია დედამიწაზე ცხოვრება. მადლობა. Wait, I got. ახლა ვიხუმრებ, რომ აქედან გაგრძელება მხოლოდ ვიქტორ შეუძლია. და ახლა მზად ვარ შეკითხვებისთვის. ვეცდები მოკლედ ვთქვა, რადგან ცოტა მეშინია საუბრის დაწყების. ჯერ ბოლომდე ვერ გამიაზრებია, რა გავაკეთეთ და არც მისი გააზრების დაწყება მინდა. როცა ეს ყველაფერი 3 აპრილს დაიწყო, მინდოდა საჯაროდ მადლობა მეთქვა ღმერთისთვის და ახლაც კვლავ მინდა მადლობა გადავუხადო. რადგან იმაზე დიდიც კი, ვიდრე იმის აღწერის სირთულეა, რაც გამოვიარეთ, არის ის მადლიერება, რასაც ვგრძნობთ იმის გამო, რაც ვიხილეთ, რაც გავაკეთეთ და იმ ადამიანების გამო, ვისთან ერთადაც ეს ყველაფერი განვიცადეთ. ეს ყველაფერი ერთ ადამიანში ვერ დაეტევა, იმდენად დიდია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ოჯახებს ყველაფრისთვის, რაც უკვე ითქვა, შესანიშნავი სიტყვებია, ნამდვილად შესანიშნავი. მიყვარხართ და არა მხოლოდ ის 5 მშვენიერი მუქკანიანი ქალბატონი, რომლებიც აქ დგანან, არამედ ყველა თქვენგანი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელობასაც. ის შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2023 წლის აპრილიდან აქ მოვედით. თუმცა ძირითადი ღირებულებები არ შეცვლილა. ჩვენ მართლაც გაგვიმართლა, რომ ამ დროს ერთად ამ სააგენტოში ვიმყოფებით. მადლობა ასევე ავიაციის ოპერაციების გუნდს სან-დიეგოდან სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის. მიყვარხართ, მადლობა. And I love you. Thank you. Reed just said it was a setup. რიდმა თქვა, რომ მის შემდეგ საუბარი ჩვენთვის ერთგვარი ხაფანგი იყო და ეს მართლაც ასეა. დღეს დილით ვერ დავიძინე. ამიტომ ჩემს თავში რამდენიმე სიტყვა ჩამოვაყალიბე და ვეცდები ახლა გაგიზიაროთ. 10 დღის წინ ეს მოგზაურობა დაიწყო. როცა მისის მენეჯერმა შონ დიუვალმა ეკიპაჟის საცხოვრებელში კარზე მომიკაკუნა და ჩურჩულით მითხრა: კრისტინა, სტარტზე მწვანე შუქი გვაქვს, ადექი. და დასრულდა გუშინ საღამოს, როცა გემზე ჩემმა მედდამ დასაძინებლად დამაწვინა და მითხრა: ქალბატონო, შეიძლება ჩაგეხუტოთ. Can I get a hug? So ამ ორ მომენტ შორის ძალიან ბევრი რამ მოხდა, მაგრამ დასაწყისიც და დასასრულიც აქ, დედამიწაზე, ადამიანური მომენტები იყო. რამდენიმე წლის წინ ერთ გამოსვლაზე ვსაუბრობდი ეკიპაჟზე, გუნდურობასა და თანამშრომლობაზე. ერთმა ადამიანმა მკითხა, რა ქმნის ეკიპაჟს? რა განასხვავებს ეკიპაჟს გუნდისგან? დარწმუნებით ვთქვი მაშინ, რომ ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ რას ვთქვი სრულად უაზრო აღმოჩნდა. ვამბობდი, რომ ეკიპაჟი კოსმოსში მუშაობს, ერთად ჭამს, ანუ ეკიპაჟია რა. გემსაც ხომ ეკიპაჟი ყავს, თუ ნავზე ხარ, კარგია, თუ ნიშაბი გაქვს. ეგეც ეკიპაჟია, მაგრამ ამ ბოლო 10 დღემ ამ კითხვაზე ბევრად უკეთესი პასუხი მომცა. ეკიპაჟი არის ადამიანები, ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთადაა. რა სიტუაციაც არ უნდა იყოს. ისინი ერთ რიტმში ნიჩბავენ, ყოველ წუთს, ერთი მიზნისთვის. მზად არიან ჩუმად შესწირონ თავი ერთმანეთს. ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობას იჩენენ და პასუხისმგებლობასაც ინაწილებენ. ეკიპაჟს საერთო საზრუნავი და საერთო საჭიროებები აქვს.
და თითოეული წევრი ერთმანეთთან განუყოფლად, ლამაზად და პასუხისმგებლობით არის დაკავშირებული. როცა პატარა დედამიწას შევხედეთ, გუკითხეს, რა შთაბეჭდილებები გქონდა. გულწრფელად რომ ვთქვა, მხოლოდ დედამიწამ კი არ გამაოცა, არამედ იმ უსასრულო სიბნელემ, რაც მის გარშემო იყო. დედამიწა თითქოს პატარა სამაშველო ნავი იყო, რომელიც მშვიდად, უდარდელად ეკიდა სამყაროში. შესაძლოა ჯერ ყველაფერი არ მესმის, რაც ამ მოგზაურობამ უნდა მასწავლოს. მაგრამ ერთი რამ უკვე ვიცი, პლანეტა დედამიწა, შენ ეკიპაჟი ხარ. მადლობა. Planet Earth, you are a crew. Thank you. მართლა ძალიან ემოციურია ეს დღე. ეს სიტუაცია არც მეხმარება, რადგან ამდენი ხანია პირველად ვარ რიდისგან ასე შორს. მადლობა. კარგი, გავაგრძელოთ. დღეს მინდა გაგიზიაროთ სამი ადამიანური გამოცდილება, რომელიც ამ მისიამ მოგვცა. შეიძლება ბევრი არ გვისაუბრია მეცნიერებაზე და მიღებულ ცოდნაზე. ეს ყველაფერი არსებობს და მართლაც შთამბეჭდავია. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ადამიანური გამოცდილებაა. პირველი არის მადლიერება. მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა NASA-ს ხელმძღვანელობას, მადლობა კანადის კოსმოსურ სააგენტოს, მადლობა იმ გუნდებსაც, რომლებმაც გამბედაობა გამოიჩინეს, რომ ეთქვათ, არა, როცა საჭირო იყო არა და დიახ, როცა დრო იყო დიახ. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ალბათ ვერავინ სრულად ვერ გააცნობიერებს, რამდენად კარგად ვიყავით მხარდაჭერილები და მომზადებულები. ეს თითქმის დაუჯერებელია. მეორე არის სიხარული. ჩვენს ეკიპაჟში გვაქვს ერთი ტერმინი, სიხარულის მატარებელი. ალბათ თქვენც შენიშნეთ, რამდენი სიხარული იყო იქ, ზემოთ. თუმცა ყოველთვის არ ვართ ამ მატარებელში. ხშირად არც ვართ. მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდეთ მასში. და ეს ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. და ბოლოს, სიყვარული. რაც თქვენ ნახეთ, იყო ადამიანების ჯგუფი, რომელსაც უყვარს საკუთარი საქმის კეთება. მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ამ პროცესში სიხარულის პოვნა. და როგორც გვითხრეს, ამის ყურება თქვენთვისაც განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ახლა კი მინდა გითხრათ, როცა აქ გვიყურებთ, სინამდვილეში ჩვენ არ გვიყურებთ. ჩვენ სარკე ვართ, რომელიც თქვენ გაჩვენებთ. და თუ ის, რასაც ხედავთ, მოგწონთ, უბრალოდ ცოტა ღრმად ჩაიხედეთ. ეს თქვენ ხართ. Dude, come on. აი ასეთი ამაღელვებელი და ემოციებით სამსა იყო არტემის 2-ის მისიის ეკიპაჟის დაბრუნება დედამიწაზე და მათი პირველი სიტყვა ფართო საზოგადოების წინაშე. ახლა კი დროა დავუბრუნდეთ იმ 10 გასაოცარ დღეს, რომლითაც კოსმოსის ყველა მოყვარულმა იცხოვრა. სანამ სამეცნიერო შეჯამებაზე გადავალ, მანამ ქრონოლოგიურად გთავაზობთ ყოველდღიური ეპიზოდებიდან ამოკრეფი ნაწილებს, თუ როგორ დაიწყო, მიმდინარეობდა და დასრულდა მთვარის გარშემო დაბრუნების მისია არტემის 2. ამ ვიდეოში კი ხედავთ, როგორ გაიარა დეტალური ბოლო სამედიცინო შემოწმება ეკიპაჟის 4 წევრმა. შემდეგ ისინი სპეციალურად შერჩეული მარშრუტით, უსაფრთხოების უმაღლესი დონით, გადაიყვანეს ასაფრენი პლატფორმის მიმართულებით. გზად მათ დახვდათ NASA-ს თანამშრომლების და უბრალოდ ამ მისიის მხარდამჭერთა მრავალათასიანი კოდონა. ხალხმა ისინი ოვაციებით გააცილა. ასტრონავტები მოათავსეს ორიონის ხომალდის კაფსულაში და დალუქეს ჰერმენტულად. შემდეგ კი კანავერალის კონცხიდან მთელმა მსოფლიომ ეს ულამაზესი გაშვება ნახა, ამერიკული მონდომებითა და სიზუსტით. წინ არტემის. 10, 9, 8, 7, RS-25 engines lit. 4, 3, 2, 1, booster ignition. And lift off. Now bound for the moon.
არტემის 2-ის გაშვება ამერიკის შეერთებულ შტატებში ფლორიდის შტატში NASA-ს კენედის კოსმოსურმა ცენტრმა უზრუნველყო კანაბერალის კონცხზე მოწყობილი გამშვები პლატფორმიდან. ფრენა 2026 წლის 1 აპრილს ამერიკის აღმოსავლეთის დროით 18 საათსა და 24 წუთზე შედგა. თბილისის დროით კი 02 საათსა და 24 წუთზე. დღეს 2026 წლის 1 აპრილს NASA-ს SLS-ის რაკეტა 8.8 მილიონ ფუნტიანი ძალით გაფრინდა გაშვების პლატფორმიდან. ორიონის ხომალდი და არტემის 2-ის ეკიპაჟი დედამიწის ორბიტაზე წარმატებით გაიტანა. ამით დაიწყო ამერიკის და კაცობრიობის დიდი დაბრუნება მთვარისკენ. ფრენის დაახლოებით 51 წუთზე სატელიტებს შორის დაგეგმილი გადაცემის დროს ორიონის ხომალდს შეექმნა კომუნიკაციის პრობლემა, რამაც დროებით კავშირის ნაწილობრივი დაკარგვა გამოიწვია. ცენტრიდან ეკიპაჟამდე სიგნალი მიდიოდა, მაგრამ პასუხები არ ისმოდა. მცირე პერიოდში ხომალდს ტექნიკური პრობლემა არ ჰქონდა. კომუნიკაცია ეკიპაჟთან აღდგა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად. ორიონის ხომალდი წარმატებით გაიყო ძირითადი გამყვანი სისტემებიდან და მზის პანელები გაიშალა გეგმის შესაბამისად. მალე ეკიპაჟმა განახორციელა მანევრი, რამაც ხომალდი დედამიწის მაღალ ორბიტაზე აიყვანა. შემდეგია ტრანსლუნარული, ანუ მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე მომართვა. ამ კოსმოსურ სივრცეში გადასვლისთვის მზადებისას NASA-ს ასტრონავტები კაპიტანი რიდ ვაისმანი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, მისის სპეციალისტი კრისტინა კოხი და კანადის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი უსაფრთხოდ არიან, სტაბილურ მდგომარეობაში და კარგ განწყობაზე. მათი ჯანმრთელობა და მისის სტატუსი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. 2026 წლის 3 აპრილის მდგომარეობით არტემის 2 უკვე გზაშია მთვარისკენ და მისიის ყველაზე კრიტიკული ეტაპები წარმატებით მიმდინარეობს. 2 აპრილს შესრულდა უმნიშვნელოვანესი და ურთულესი მანევრი Trans-Lunar Injection TLI. ამ მანევრის შემდეგ კოსმოსურმა ხომალდმა ორიონმა დატოვა დედამიწის ორბიტა და შევიდა მთვარის ტრაექტორიაზე. რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობას ბორტზე, NASA-ს ინფორმაციით, სისტემები ძირითადად ნორმალურად მუშაობს. მცირე ტექნიკური პრობლემა ტუალეტის სისტემაში უკვე გამოსწორებულია, როგორც ამბობენ, ვერ ხდებოდა გაწოვა, თუმცა უკვე აღარ აქვს ეს პრობლემა. ეკიპაჟი უკვე ატარებს ექსპერიმენტებს და ყოველდღიურ აქტივობებს კოსმოსში. დედამიწასა და მთვარეს შორის ტრაექტორიაზე ორიონი თითქმის 35,000 კმ/სთ-ის სიჩქარით მიემართება. ანუ ახლა არის ტრაექტორიის შუა საწყისი ეტაპი. ჯერ კიდევ გზის პირველ ნახევარში იმყოფება ორიონი. NASA იყენებს სპეციალურ სისტემას Arrow, სადაც ჩანს ზუსტი მანძილი დედამიწიდან, მანძილი მთვარემდე, სიჩქარე და ტრაექტორია. მოკლედ, არტემისის ეკიპაჟი მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მიიწევს მთვარისკენ. გვინდოდა მთელ პლანეტაზე ყველასთვის გადმოგვეცა, რომ ამ მანევრის თითოეულ წამში ჩვენ ნამდვილად ვგრძნობდით თქვენს შრომას და გამძლეობას. ეს მანევრი მხოლოდ ეკიპაჟის კი არა, ათასობით ადამიანის მუშაობის შედეგია. ჩვენი ეკიპაჟი წარმოადგენს არა მხოლოდ ერთ ქვეყანას, არამედ მთელ კაცობრიობას. ორიონ ხომალდი ამჟამად ღრმა კოსმოსშია და მთვარისკენ მიექანება. მან უკვე გაიარა გზის ნახევარზე მეტი დედამიწიდან მთვარემდე, დაახლოებით 220,000 კმ-ზე მეტი. მან დატოვა დედამიწის ორბიტა და პირდაპირ აიღო კურსი მთვარისკენ. ეკიპაჟი ახლა კვლავ აგრძელებს სისტემების შემოწმებას. ისინი მუდმივად აკონტროლებენ ორიონის სასიცოცხლო სისტემებს. ასტრონავტები ატარებენ წვრთნებს უწონადობის პირობებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩინად. კუნთების ტონუსის შესანარჩუნებლად ეკიპაჟი ყოველდღიურად იყენებს სპეციალურ სავარჯიშო მოწყობილობას. ისინი ამზადებენ მაღალი რეზოლუციის კამერებსა და ლინზებს, რათა 6 აპრილს მთვარის ზედაპირის უნიკალური კადრები დააფიქსირონ. Well, first and foremost, we all wanted to get პირველ რიგში გვინდა მივესალმოთ ჩვენს ოჯახებს, რადგან უკვე საკმაოდ შორს ვართ დედამიწიდან და ჯერ არ გვქონია მათთან მისალმების შესაძლებლობა. დაახლოებით 1 საათის წინ, როდესაც მზე დედამიწის უკან ჩადიოდა, ჰიუსტონის მისიის მართვის ცენტრმა ხომალდი გადაატრიალა. არ ვიცოდით რას ველოდით, მაგრამ ვიხილეთ მთელი პლანეტა, პოლუსიდან პოლუსამდე. ჩანდა აფრიკა, ევროპა და თუ კარგად დააგვირდებოდი, ჩრდილოეთის ნათებაც კი. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი, რომელმაც 4-ვე ჩვენგანი ერთ წამში გაყინა, გააჩერა. ალბათ ის, რამაც ყველა გაგვაგვირვა, იყო მყარი საწვავის ამაჩქარებლების ჩართვის მომენტი და სტარტიდან აფრენა. მიუხედავად მოლოდინისა, მაინც დაუჯერებელი იყო. პირადად მე უზარმაზარი ღიმილი მქონდა სახეზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო, რამდენად მშვიდი აღმოჩნდა ფრენა ამაჩქარებლების მუშაობისას. ველოდით ძლიერ რყევებს, დიდ დინამიკას. შესაძლოა მოწყობილობებზე ხელის მოკიდებაც კი გავჭირვებოდა. მაგრამ რეალურად ყველაფერი ძალიან რბილად მიმდინარეობდა. პირველ რიგში მადლობა. თქვენი მხარდაჭერა და ნდობა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს მისია განხორციელდეს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გაშვებამ ცოტათი გაგვაუცა კიდეც, წინ კიდევ ბევრი გვაქვს.
აქ საკმაოდ ცივა. გვინდოდა უფრო თბილი საძილე ტომრები გქონოდა. თუმცა ჰიუსტონი გვეხმარება ტემპერატურის რეგულირებაში და ბოლო საათებში უკეთესად გავათბეთ კაბინა. უკვე დაახლოებით 30 საათია კოსმოსში ვართ და მხოლოდ 2 მოკლე ძილი გქონდა. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ძილი ცოტა კომიკურიც არის. ერთ-ერთი ჩვენგანი ხამურასავით კიდია. მეორე კუთხეშია მოქცეული. მესამე საბერძნელზეა გაწოლილი. ბეგი მონიტორების ქვეშ ვიძინებ. სინამდვილეში უფრო კომფორტულია ვიდრე წარმოვიდგენთ. დედამიწის ხედმა უკვე შეგვძრა. ახლა იმავე შეგრძნებით მთვარის დანახვა გვინდა. ეს წარმოუდგენლად ლამაზია. ასევე გაგვიხარდება სახლში დაბრუნებაც. როგორ გრძნობთ თავს, როგორც პირველი ადამიანები, ვინც ბოლო 54 წლის შემდეგ ტოვებენ დედამიწის ორბიტას? ტექნიკურად ჯერ ისევ დედამიწის ორბიტის გარშემო ვართ, მაგრამ უკვე სრულად მთვარისკენ მივემართებით. რამდენიმე დღეში მთვარის გრავიტაცია დაიწყებს ჩვენს მიზიდვას. ეს უდიდესი ტექნიკური მიღწევაა. მალე გავხდებით ადამიანები, რომლებიც ყველაზე შორს იმოგზაურეს კოსმოსში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა მთავარი არის ის, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ეს პროგრესი და სხვა ეკიპაჟებმა კიდევ უფრო შორს წაიწიონ. ორიონის ხომალდი უკვე ღრმა კოსმოსში იმყოფება და მთვარის მიმართულებით მიემართება. ეკიპაჟმა გადალახა დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის ნახევარზე მეტი და ახლა ეგრეთ წოდებულ ცის მთვარულ სივრცეში, ანუ დედამიწასა და მთვარეს შორის არეალში მოძრაობს. ასტრონავტები იმყოფებიან იმ წერტილში, სადაც ისინი მთვარესთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე დედამიწასთან. ეს ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. უახლესი მონაცემებით ეკიპაჟი ყოველდღიურად ასრულებს ღრმა კოსმოსის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებას, ნავიგაციის ტესტებს რეალურ პირობებში, გეოლოგიურ ტრენინგს, ანუ სწავლობენ, როგორ უნდა შეაფასონ მთვარის ზედაპირი მომავალი მისიებისათვის. მცირე ტექნიკური პრობლემების მართვას ასევე რეალურ დროში, ანუ ეს არის პრაქტიკული სწავლება კოსმოსის რეალურ გარემოში. ფრენა მიმდინარეობს სპეციალურ ტრაექტორიაზე, free return trajectory, რაც ნიშნავს, რომ ხომალდი ავტომატურად დაბრუნდება დედამიწაზე, თუნდაც დამატებითი მანევრების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ასტრონავტები უკვე ძალიან შორს არიან დედამიწიდან, უფრო შორს, ვიდრე ადამიანები ყოფილან ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში. უახლესი ინფორმაციით, ეკიპაჟს კვლავ შეექმნა ტუალეტის პრობლემა. ეს ის ძირითადი ხარვეზია, რაც ამ ფრენისას გამოვლინდა. დაფიქსირდა უცნაური დამწვრის სუნის სისტემიდან. სუნი აღწერეს როგორც ელექტროგამათბობლის მსგავსი. პრობლემა ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ დაკვირვების ქვეშაა. მიუხედავად ამისა, NASA აცხადებს, რომ საფრთხე არ არსებობს. ეკიპაჟი აგრძელებს სისტემის გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში. ორიონის კაფსულის შეკეთებამდე მისიის მართვის ცენტრმა ასტრონავტებს ურჩია გამოიყენონ შარდის შეგროვების სარეზერვო პაკეტები. ეგრეთ წოდებული მთვარის ტუალეტი გაუმართავი გახდა 4 შაბათის გაშვების შემდეგ და მას შემდეგ პერიოდულად მუშაობს და პერიოდულად არა. არტემის 2-ის ტუალეტის ერთ-ერთი ვერსია რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იყო გამოცდილი. თითოეულ ასტრონავტს აქვს მცირე პერსონალ კიტი. შიგნით არის ოჯახის ნივთები, წერილები, სიმბოლური საგნები. ეს მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის ღრმა კოსმოსში. ახლა ორიონის სიჩქარე არის დაახლოებით 25,000-დან 30,000 კმ/სთ-მდე, ანუ 7-8 კმ/წამში. ეს სიჩქარე მუდმივად იცვლება. დედამიწის გრავიტაცია ნელ-ნელა ამცირებს მას. შემდეგ მთვარის გრავიტაცია ისევ ზრდის. ისინი უკვე ბოლო ეტაპზე არიან. თავარი მოვლენა ძალიან მალე მოხდება. გამის განმავლობაში ვცადეთ ტუალეტთან დაკავშირებული ნარჩენი წყლის ავზის დაცლა. ამ პროცესში შეგვექმნა პრობლემები, სავარაუდოდ მილში გაჩენილი ბლოკირების გამო. ფიქრობთ, რომ მიზეზი შესაძლოა ყინული იყოს. ამიტომ ეკიპაჟს მივეცით მითითება დროებით გამოიყენონ დასაკეცი სარეზერვო შარდის შეგროვების მოწყობილობები, როგორც ეს ფრენის პირველ დღეს გააკეთეს. ამ ეტაპზე ტუალეტი ტექნიკურად მუშაობს შარდვისთვის, number 1. თუმცა ვცდილობთ ავზები ნახევრად სავსე შევინარჩუნოთ, სანამ ვენტილაციის ხაზთან დაკავშირებულ პრობლემას არ გავარკვევთ. რაც შეეხება number 2-ს, ტუალეტი ამ ფუნქციისთვის სრულად მუშაობს. ტუალეტი ის თემაა, რაც ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ჩვენ მას პირველად ვიყენებთ ასეთ მისიაში. აპოლოს ხომალდებში მსგავსი ტექნოლოგია საერთოდ არ არსებობდა. ასტრონავტები პამპერსებს იყენებდნენ. ამიტომ ეს ყოველთვის ერთულეს წარმოადგენს. იგივე გამოწვევები ახლაც აქვს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც. ტუალეტის სისტემები ძალიან რთული შესასრულებელია ტექნიკურად. რა თქმა უნდა, გვინდა რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში იყოს ეკიპაჟისთვის. გარკვეულწილად ისინი უკვე კემპინგში არიან კოსმოსში, მაგრამ როცა ტუალეტი სრულად არ მუშაობს, ეს სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. თუმცა ეკიპაჟი კარგადაა და მომზადებულია მსგავსი სიტუაციების მართვისთვის. სხვა მხრივ, ფრენა უპრობლემოდ მიმდინარეობს და გაწერილ გეგმას მიჰყვება.
ამ ანიმაციაზე ნაჩვენებია სრული მარშრუტი მთვარის ორბიტასთან ჩავლისას. მთვარის გარშემოვლის ფარგლებში, როდესაც ისინი თანამგზავრის ბნელ მხარეს მოექცევიან, ხომალდთან კომუნიკაცია 40 წუთის განმავლობაში შეწყდება, რადგან გადამცემი და მიმღები აპარატურა დაკარგავს ხილვადობას. ამ ეპიზოდს blackout-ს უწოდებენ. სამედიცინო პერსონალი და NASA-ს წარმომადგენლები ეკიპაჟს აღწერს, როგორც კარგ განწყობაზე და სტაბილურ მდგომარეობაში მყოფს. ისინი აქტიურად იღებენ ფოტოებს, არა მხოლოდ სელფებს, არამედ დედამიწის და მთვარის. ატარებენ სისტემების ტესტირებას, აკეთებენ სამეცნიერო დაკვირვებებს, მაგალითად რადიაციის გავლენაზე. მცირე პრობლემებიც იყო: ტუალეტის სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი. სავარაუდოდ ყინულის გამო შარდმდენი მილი დაიბლოკა, მაგრამ არსებობს სარეზერვო სისტემები. მისის შესრულებაზე ამას ზეგავლენა არ მოუხდენია. დედამიწიდან ხომალდი ახლა დაახლოებით 400,000 კილომეტრის დაშორებით იმყოფება და სრულიად კაცობრიობა ველით მთვარის უახლეს, მაღალი გარჩევადობის ფოტოებს ადამიანის მიერ გადაღებულს უშუალოდ მთვარის ორბიტიდან. რამდენად არის სახიფათო ის სუნი, რომელიც ასტრონავტებმა იგრძნეს ტუალეტის სისტემების ბლოკირებისას. ამაზე ძალიან ბევრი ღელავდა, ხომ არ იყო ხანძრის გაჩენის რისკი. ჩვენ ვცდილობთ ეკიპაჟის მიერ აღწერილი სუნის შეგრძნება დავაკავშიროთ კონკრეტულ მოვლენასთან ან ხომალდის კონფიგურაციის ცვლილებასთან. ამ ზონასთან ახლოს რამდენიმე გამათბობელი გვაქვს განთავსებული, მაგრამ მათი ჩართვა გამართვა სუნთან კავშირში არ არის. ასევე ტუალეტის გამოყენებასაც არ აქვს ისეთი გავლენა, რომ სუნის კონცენტრაცია გაიზარდოს და გახდეს უფრო მძაფრი ან პირიქით უფრო სუსტი. ამ ეტაპზე ჯერ არ არის დადგენილი კონკრეტულად რა არის ამ სუნის წყარო, თუმცა მისია ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და ტუალეტიც ნორმალურად გამოიყენება. რაც შეეხება ასტრონავტების მიერ გადაღებული მასალის დაგვიანებით გასაჯაროებას, ამაზეც ბევრი კითხვა ისმის, რომ რაიმეს ხომ არ ვმალავთ. რა თქმა უნდა, არა. რეალურად ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი სურათი გადმოვაგზავნინოთ მათ ღამის განმავლობაში და მისიის დარჩენილ ეტაპზეც. როგორც იცით, ეს დამოკიდებულია კავშირის სიჩქარეზე და მონაცემების გადაცემის შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, შევეცდებით ფოტოების ნაწილი რაც შეიძლება სწრაფად გავასაჯაროოთ. თუმცა იმ მასალას, რომლის მიღებასაც ფრენის დროს ვერ მოვასწრებთ, ნახავთ მას შემდეგ, რაც ხომალდი უკან დაბრუნდება. სპეციალური გუნდი კამერებსა და მეხსიერების ბარათებს სწრაფად გადაიტანს ჰიუსტონში, სადაც დაიწყება მათი დამუშავება და საბოლოოდ ყველა მასალა ეტაპობრივად გავრცელდება საზოგადოებისათვის. ვიცი რომ ძალიან გაინტერესებთ თუ რას ვჭამთ კოსმოსში და ახლა კრისტინა დაგვეხმარება, რომ გაჩვენოთ ეს საკვები. სხვადასხვა კრისტინას მრავალ კოსმოსურ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ხშირად იკვებება ამ საკვებით. ეს არის ჯერემის სადილი, რომელიც მოთავსებულია ამ პლასტმასის შეფუთვაში. ზოგიერთი კი მეტალის თხელშეფუთვაშია. ჩვენ ძირითადად გამომშრალი საკვები გვაქვს აქ. ეს არის დაბლენდერებული ბოსტნეულის კოქტეილი. ეს კი ხორცის შემცველი საკვებია, რომელსაც წყალში გავხსნით. სხვადასხვა გემრიელია. აქ ძირითადად მწვანე ლობიოა. უმეტესად ბოსტნეულს მივირთმევთ კოსმოსში, რადგან გადასამუშავებლად მარტივია და სხეულის დიდი ენერგია არ იხარჯება. არტემის 2-ის ეკიპაჟმა მთვარის გარშემო 7 საათიანი შემოფრენის პროცესი წარმატებით დაასრულა. მისია ისეთ მონაკვეთებსაც მოიცავდა, რომლებიც ადამიანს აქამდე არასდროს უნახავს. ეს განსაკუთრებით მთვარის ეგრეთ წოდებულ ბნელ მხარესაც ეხება. გადაფრენისას ეკიპაჟმა შეძლო აპოლო 12-სა და აპოლო 14-ის მისიების დაშვების ადგილების დანახვაც. ორივე მათგანი მთვარის ხილულ მხარეზე დაეშვა. ამ ფრენით არტემის 2-ის ეკიპაჟმა დედამიწიდან ადამიანის მიერ განვლილი ყველაზე შორი მანძილის ახალი რეკორდი დაამყარა. კოსმოსურმა ხომალდმა ორიონმა მთვარის ირგვლივ გადაფრენისას დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილს დაახლოებით 406,773 კილომეტრს მიაღწია, რითიც მოხსნა 1970 წელს აპოლო 13-ის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებელი 400,171 კილომეტრი. NASA შეფასებით მთვარესთან flyby, ანუ ახლო შემოფრენა, საერთო ჯამში წარმატებით ჩატარდა. Flyby ეს არის მანევრი, როცა ხომალდი მთვარესთან ახლოს გაივლის და მისი გრავიტაციის დახმარებით შეცვლის ტრაექტორიას ისე, რომ პირდაპირ არ ჩარჩეს ორბიტაზე. ორიონმა ზუსტად გათვლილი მანევრით ჩაიარა მთვარის უკანა მხარეს, far side, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Flyby-ის დროს შესრულდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძრავის ჩართვა, რომელიც განსაზღვრავს, შევა თუ არა ხომალდი სწორად ორბიტაზე, დაბრუნდება თუ არა სწორად დედამიწისკენ. ეს მანევრი წარმატებით შესრულდა. ავტონომიური ნავიგაცია სწორად მუშაობდა. თერმული დაცვა, ენერგია და კომუნიკაციის სისტემები ნორმაშია. კამერებმა გადაიღეს მაღალი ხარისხის ფოტოები და ვიდეოები. Flyby-ის შემდეგ ორიონი გადავიდა დაგეგმილ ტრაექტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ ასტრონავტებმა გეზი უკან, სახლისკენ, დედამიწისკენ აიღეს.
Flyby არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპი მთვარესთან მისიის დროს, რადგან მცირე შეცდომამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ტრაექტორიის სერიოზული გადახრა. განსაზღვრავს დაბრუნების უსაფრთხოებას, ამოწმებს ხომალდის რეალურ შესაძლებლობებს ღრმა კოსმოსში. საერთო ჯამში ორიონის მთვარესთან Flyby შესრულდა მაღალი სიზუსტით და ყოველგვარი კრიტიკული პრობლემის გარეშე, რაც ადასტურებს, რომ სისტემა მზადაა უფრო რთული ეკიპაჟიანი მისიებისათვის. თელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ მიულოცა მათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შესანიშნავი მოვლენა. მოგესალმებით არტემის 2-ის მამაცო ეკიპაჟო. დღეს თქვენ შექმნით ისტორია და მთელი ამერიკა ამაყობს თქვენით. ჩვენ ბევრი რამით შეგვიძლია ვიამაყოთ, მაგრამ ამ საუკუნეში ჩვენ პირველები ვართ, ვინც მთვარეს შემოუბრინა. თქვენ მოხსენით ადამიანის კოსმოსში ყველაზე შორს ყოფნის, ყველა დროის რეკორდი. მთელი მსოფლიო გიყურებთ. თქვენი მისია გზას უხსნის ამერიკის დაბრუნებას მთვარეზე ძალიან მალე. ჩვენ ისევ დავდგამთ ჩვენს დროშას და ამჯერად მხოლოდ ნაკვალებს არ დავტოვებთ. ეს არის ნაბიჯი უფრო დიდი მიზნებისკენ, მათ შორის მარსის მისიისკენ. თქვენ ხართ თანამედროვეობის პიონერები. ახლა კი მიპასუხეთ მთელი მსოფლიოს წინაშე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტი თქვენთვის ახლა? ბატონო პრეზიდენტო, ყველა მომენტით ვამაყობთ, იმ ხედით, რაც დედამიწის ზემოდან გვქონდა და იმითაც, როდესაც მთვარესთან მივედით და შემოვუარეთ. ბევრი დასამახსოვრებელი და განსაცვიფრებელი მომენტი იყო. უამრავჯერ ვნახეთ ეკლიფსიც, როგორც დედამიწის ისე მთვარის. ჩვენ იმაზე მეტი ვნახეთ, ვიდრე აპოლოს მისიის ასტრონავტებმა და ეს მართლაც აამაყუა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესანიშნავი სამუშაოსთვის და ყველას უკვე პრეზიდენტის ოფისში გელოდებით. არტემის 2-ის ეკიპაჟმა ორიონის კაფსულიდან გადაიღო მთვარის უახლესი ფოტოები, მისი Flyby-ის, იგივე ახლოს გარშემოვლის დროს. ამ სურათებში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია, რაც განსაკუთრებით საინტერესოა როგორც მეცნიერებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის. პირველი ეს არის მთვარის ზედაპირის დეტალები უმაღლესი გარჩევადობით. ასტრონავტების მიერ გადაღებულ ფოტოებში მკაფიოდ ჩანს დიდი კრატერები, მაგალითად ტაიქო, კოპერნიკუსის ტიპის სტრუქტურები, კრატერების სხიბური სისტემები, ნათელი ხაზები, რომლებიც აფეთქებების შედეგად გავრცელდა, მარია, მუქი ბაზალტური ველები, ძველი ლავის ზონები. განსხვავებით აპოლოს ეპოქის ფოტოებიდან თანამედროვე კამერები ბევრად მაღალი ხარისხისაა, ამიტომ ზედაპირის ტექსტურა უფრო მკვეთრად და დეტალურად ჩანს. მეორე, ეს არის მთვარის ჰორიზონტი. ფოტოებში ნათლად ჩანს მთვარის მრუდე ჰორიზონტი, ძალიან მკვეთრი ჩრდილები, რადგან მთვარეზე ატმოსფერო არ არის. ეს ჩრდილები მეცნიერებს ეხმარება რელიეფის სიმაღლეებისა და ფორმების შეფასებაში. მესამე, Earthrise, ანუ დედამიწის ამოსვლა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კადრია. დედამიწა, რომელიც ამოდის მთვარის ჰორიზონტიდან. ეს კლასიკური სცენა აპოლო 8-ის ცნობილი ფოტოდანაც, მაგრამ ახლა გვაქვს უფრო მაღალი გარჩევადობით და უკეთესი ფერებით. მეოთხე, მთვარის ეგრეთ წოდებული ბნელი მხარე, Far Side. არტემის 2-ის ტრაექტორია საშუალებას იძლევა გადაიღონ მთვარის შორეული მხარე, რომელსაც დედამიწიდან ვერ ვხედავთ. აქ ჩანს ბევრად მეტი კრატერი, ნაკლებად სწორი და უფრო ძველი გეოლოგიური ზედაპირი. მეხუთე, მზის შუქის სხვადასხვა კუთხე. ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა მომენტში. მზის დაბალი კუთხისას გვაქვს გრძელი ჩრდილები. ამ ფოტოებში რელიეფი უკეთ ჩანს. მაღალი კუთხისას კი ნაკლები ჩრდილია, თუმცა ზედაპირის ფერი და სტრუქტურა უკეთ ჩანს. ეს არის პირველი ასეთი ხარისხის ადამიანების მიერ გადაღებული მთვარის ფოტოები აპოლოს შემდეგ. ამ მასალას კი ზედაპირის რუკების დაზუსტებაში გამოიყენებენ. მთვარის გარდა მათ ფოტოები გადაუღეს ღრმა კოსმოსაც, სადაც უმაღლესი გარჩევადობით ჩანს კოსმოსური სტრუქტურები, ვარსკვლავები, პლანეტები, გალაქტიკებიც კი, სხვა მზის სისტემები და ასე შემდეგ. ასეთი მათ უამრავი ფოტო ექნებათ. Thanks, Bethany. It's been an exciting Artemis 2 mission. არტემის 2-ის მისია ამ ეტაპამდე ძალიან საინტერესო მოვლენებით იყო სავსე. ბოლო 24 საათიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა. ეკიპაჟმა გადააჭარბა აპოლო 13-ის რეკორდულ მანძილს დედამიწიდან, რომელიც 252,756 მილს შეადგენდა. მათ მთვარის ზედაპირის შესახებ დაკვირვებები გადმოსცეს. გადაიღეს შთამბეჭდავი ფოტოები და ჩაატარეს ხომალდიდან ხომალდზე, კამშირი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ კოლეგებთან. ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი ფოტო გამოქვეყნდება ეტაპობრივად. ბოლო მონაცემებით მთვარისკენ გუშინდელი გადაფრენის დროს ეკიპაჟმა 175 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ფოტომასალა გადაიღო. ამ სურათების უმეტესობა დედამიწაზე ოპტიკური კომუნიკაციის საშუალებით გადაიგზავნა, რაც ტექნოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა რთული.
ჩვენ უკვე ფრენის რიგით მერვე დღე გვაქვს. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ეკიპაჟმა წარმატებით მოახერხა დედამიწისკენ დაბრუნების ტრაექტორიაზე გადასვლა. ჩვენი სისტემები და ჯგუფები მზად არიან დაშვებისა და სამაშველო ოპერაციისთვის. ეკიპაჟის წყალობით ჩვენ უკვე გვაქვს უნიკალური ვიზუალური მასალა, გადაღებული კოსმოსური ხომალდიდან. შეძლებს დაგვარად გიზიარებთ რამდენიმე ფოტოს. ჩვენ ვალაგებთ ჩანთებს და ვბრუნდებით სახლში. ხანდახან ვიქტორს ცეკვა უყვარს. ზოგს კი სიმღერა. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ ორიონზე. დღის 100%-ს ერთად ვატარებთ. თუმცა სახალისოა. ვერ წარმოიდგენთ ფანჯრიდან რა საოცარი სანახაობები გვაქვს. ადამიანის ტვინისთვის ხანდახან ზედმეტად შოკის მომგვრელია რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს საჩუქარია მერწმუნეთ. აპრილის ეს დღეები ისტორიული და საამაყოა ყველა ჩვენგანისთვის. 2 დღეში უკვე სახლში ვიქნებით. We've still got 2 more days, and the atmosphere is profound as well. 10 აპრილის მდგომარეობით არტემის 2-ის მისია უკვე დასრულების ფაზაშია. ორიონი და ეკიპაჟი პრაქტიკულად დედამიწასთან დაბრუნებულები არიან. ხომალდი უახლოვდება ატმოსფეროს და რამდენიმე საათში უნდა შევიდეს მასში. ეკიპაჟის წევრები თავს შესანიშნავად გრძნობენ და ამას თითქმის უწყვეტი ტელეხედის წყალობით გამართული HD ხარისხის ვიდეო გამოსახულებით ვხედავთ. ჩვენი როგორც ეკიპაჟის ეთოსის ნაწილი და ჩვენი ღირებულებები თავიდანვე იყო ის, რომ ეს არის ესტაფეტა. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ესტაფეტის ჯოხები, რომლებიც იმისთვის შევიძინეთ, რომ ეს ყველაფერი სიმბოლურად და ფიზიკურად გამოგვეხატა. მათ მომდევნო ეკიპაჟს გადავცემთ და თითოეულ ნაბიჯს სწორედ მათზე ფიქრით ვდგამთ. ყოველთვის ამ პერსპექტივიდან ვუყურებთ საკითხს, რას იფიქრებს ამაზე მომდევნო ეკიპაჟი, როგორ დაეხმარება მათ ეს წარმატების მიღწევაში. ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ ფრენის ყველა დაგეგმილი ტესტის შესრულებას. ბოლო 3 წლის განმავლობაში, როგორც ხომალდში, ისე მის გარეთ, ბევრი ვიშრობეთ, რათა დარწმუნებულიყავით, რომ მომდევნო გუნდი წარმატებისათვის იქნებოდა მზად. ჩვენ სიამოვნებით გავუზიარებთ ყველას ჩვენს გამოცდილებას. ეს მხოლოდ ეკიპაჟის დამსახურება არ არის. ამაში ჩართულია ფრენის მართვის, საინჟინრო და გაშვების ყველა გუნდი. ყველამ ერთად მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ხალხი გაერთიანებულიყო და საუკეთესო შედეგი მიგვეღო და მგონი მივიღეთ კიდეც. რა თქმა უნდა, ადამიანების ამ ხომალდში ყოფნა ყველაზე თვალსაჩინო ტესტია და ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი მომავალი კოლეგებისთვის. დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნება re-entry მთელი მისიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და სახიფათო ეტაპია, განსაკუთრებით არტემის 2-ისთვის, რადგან ორიონი ბრუნდება მთვარის ტრაექტორიიდან, რაც ბევრად უფრო რთულია ვიდრე ჩვეულებრივი ორბიტიდან დაბრუნება, ამ შემთხვევაში დედამიწის ორბიტიდან. ორიონი ეკიპაჟის 4 წევრთან ერთად დედამიწის ატმოსფეროში დაახლოებით 38000 კმ/სთ შემოვიდა, რის გამოც ხომალდის კორპუსის ირგვლივ ცეცხლის ალი წარმოიქმნა. რატომ არის ასეთი რთული? ექსტრემალური სიჩქარე. ორიონი შედის ატმოსფეროში დაახლოებით 35000-დან 40000 კმ/სთ სიჩქარით. ეს თითქმის 30 ჯერ სწრაფია ბგერაზე. ბევრად სწრაფია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნებაზე. რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით უფრო ძლიერია გათბობა და დატვირთვა. წარმოუდგენელი სიცხე. ატმოსფეროსთან ხახუნის გამო ტემპერატურა კაფსულის გარეთ აღწევს 2700 გრადუს ცელსიუსამდე. ეს საგმარისია ლითონის დასადნობად. ამიტომ ორიონს აქვს სპეციალური თერმული დამცავი ფარი, heat shield-ი. ის ნელ-ნელა იწვის, რათა სითბო არ შევიდეს შიგნით. თან ნელ-ნელა შორდება კაფსულას, რომ ეს სიცხე თან წაიღოს. აბლაციას განიცდის. G-ძალები, ანუ გრავიტაცია, დატვირთვა ასტრონავტებზე. დაბრუნებისას ასტრონავტები განიცდიან დაახლოებით 4-დან 5-მდე გრავიტაციულ დატვირთვას, ანუ მათი სხეული თითქოს 4-5 ჯერ მძიმდება. ეს იწვევს სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას, დროებით დეზორიენტაციას. ზუსტი კუთხე, სიცოცხლის ფანჯარა. შესვლის კუთხე კრიტიკულია. ძალიან ციცაბო უდრის დაწვას. ძალიან ბრტყელი შესვლა უდრის ახტომას ატმოსფეროდან და კოსმოსში დაბრუნებას. სწორი კუთხე უდრის უსაფრთხო დაშვებას. ეს არის re-entry corridor, ძალიან ვიწრო დიაპაზონი. სპეციალური მანევრი, რომელსაც skipping re-entry-ს უწოდებენ. ორიონი იყენებს უნიკალურ ტექნიკას. პირველად ეხება ატმოსფეროს, ისევ ოდნავ ამოდის, შემდეგ ისევ შედის. ეს ამცირებს დატვირთვას, უკეთ აკონტროლებს დაშვების ადგილს. საბოლოოდ, რამდენად რთულია? მოკლედ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და სარისკო ეტაპი მთელ მისიაში, მაგრამ ორიონი სპეციალურად შექმნილია ამ პირობებისთვის. NASA-მ ეს ტექნოლოგია უკვე გამოსადა არტემის 1-ზე, რომელიც ეკიპაჟის გარეშე იყო. ამიტომ არტემის 2-ზე რისკი კონტროლირებადია, მაგრამ მაინც სერიოზული გამოწვევაა.
ინტენსიური და ძალადობრივი დაღმასვლა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და ხომალდი საბოლოოდ წყნარ ოკეანეში ჩაეშვა. უსაფრთხო დაშვებას 11 პარაშუტი უზრუნველყოფდა. პირველად 2 პარაშუტი გაიხსნა, რომლებიც ხომალდის სტაბილიზაციას ახდენენ. შემდეგ გაიხსნა 3 საპილოტე პარაშუტი, რომლებიც ხომალდის შენელებას უზრუნველყოფს. საბოლოოდ გაიხსნა 3 მთავარი გიგანტური პარაშუტი, რომლებიც ხომალდის ნელ დაშვებას უზრუნველყოფს. ბოლოს ამის პარალელურად გაიხსნა დანარჩენი პარაშუტებიც, რომლებიც კაფსულას დანიშნულების ადგილას მოხვედრაში ეხმარებიან. ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში სან-დიეგოს სანაპიროდან დაახლოებით 80 კილომეტრში დაეშვა, სადაც მათ დახვდათ შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მღვინთავები და NASA-ს გუნდი. ერთობლივი ძალისხმევით მათ ასტრონავტები კაფსულიდან ვერტმფრენში გადაიყვანეს, შემდეგ კი კაფსულა გემზე გადაიტანეს. ეს სამუშაო ოდნავ განსხვავდება იმისგან, რასაც SpaceX-ი ახორციელებს ასტრონავტებისა თუ კოსმონავტების კოსმოსური სადგურიდან სახლში ყოველი დაბრუნებისას. მთვარის ზედაპირისკენ გზა გახსნილია, მაგრამ წინ არსებული სამუშაო იმაზე მეტია, რაც უკვე გავაკეთეთ და ყოველთვის ასე იქნება. 53 წლის კაცობრიობამ დატოვა მთვარე, ამჯერად კი ვბრუნდებით იმისთვის, რომ დავრჩეთ. დავასრულოთ ის, რაც მათ დაიწყეს. გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც დაუსრულებელი დარჩა. ნუ წავალთ მხოლოდ დროშის დასამაგრებლად და უკან დასაბრუნებლად. დავრჩეთ მტკიცე მიზნებით, მადლიერებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს ტექნიკა შექმნა და სიყვარულით იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იქნება მომავალშიც. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება დედამიწაზე, შინ, სახლში. ახლა კი დროა ვისაუბროთ მთვარეზე დაბრუნების იდეასა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რაც ამ 10 სერიის განმავლობაში განვიხილეს სხვადასხვა ეპიზოდში. რატომ გვჭირდება მთვარეზე დაბრუნება, დარჩენა, ათვისება და ახალი ტექნოლოგიები? რა წარმოადგენს ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი მომავალი კოსმოსური მისიებისათვის და როგორ შეიცვლება კაცობრიობის მომავალი, თუ ის მულტიპლანეტური ცივილიზაცია გახდება? წავედით მომავლის მოგზაურობაში. პირველად ისტორიაში მთვარის მისიაში მონაწილეობას მიიღებს მრავალფეროვანი გუნდი, რაც ხაზს უსვამს კოსმოსის ათვისების გლობალურ ხასიათს. რიდ ვაისმენი, მისიის მეთაური, NASA-ს გამოცდილი ასტრონავტია, ვიქტორ გლოვერი, ფრენის პილოტია. ის პირველი ფერადკანიანი ასტრონავტია, რომელიც მთვარის მისიაში მიიღებს მონაწილეობას. კრისტინა ჰემოკ კოხი, არტემის 2-ის სპეციალისტია, პირველი ქალი, რომელიც მთვარისკენ გაემგზავრება. და ჯერემი ჰანსენი, ისიც ასევე მისიის სპეციალისტი, კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი. ფრენის ეტაპები: დედამიწიდან მთვარის მიღმა, დედამიწის ორბიტა და სისტემების ტესტირება. აფრენიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ხომალდი ორიონი დედამიწის გარშემო 2 განსხვავებულ ორბიტას შემოწერს. პირველი ეტაპი: რაკეტა SLS ხომალდს ჯერ დაბალ ორბიტაზე გაიყვანს. მეორე ეტაპი: რაკეტის ზედა საფეხური აამუშავებს ძრავას და ხომალდს მაღალ ელიფსურ ორბიტაზე გადაიყვანს. აქ ასტრონავტები შეამოწმებენ ხომალდის მართვისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს, სანამ საბოლოოდ დატოვებენ დედამიწის სიახლოვეს. ტრანსმთვარის ინექცია. მას შემდეგ, რაც ეკიპაჟი დარწმუნდება, რომ ორიონი გამართულია, ხომალდი მიაღწევს საჭირო სიჩქარეს და გაეშურება მთვარისკენ. ეს გზა დაახლოებით 4 დღეს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ასტრონავტები იქნებიან ეგრეთ წოდებული თავისუფალი ფრენის რეჟიმში. მთვარის შემოვლა. არტემის 2-ის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი მთვარის უკანა მხარეს გადასვლა. ხომალდი არ შევა მთვარის ორბიტაზე და არ დაიწყებს მის გარშემო წრიულ ბრუნვას. ამის ნაცვლად ის გამოიყენებს მთვარის მიზიდულობის ზალას, ორიონი მთვარის ზედაპირიდან დაახლოებით 10,000 კილომეტრის დაშორებით გაივლის. გრავიტაციული მანევრი ხომალდს მოატრიალებს და ავტომატურად გამოისხვის დედამიწისკენ. სწორედ ამ წერტილში ასტრონავტები გახდებიან დედამიწიდან ყველაზე შორს, დაახლოებით 370,000 კილომეტრში მყოფი ადამიანები ისტორიაში. უკან დაბრუნებისას ორიონი ატმოსფეროში დაახლოებით 40,000 კმ/სთ სიჩქარით შემოიჭრება. ხომალდის თერმული ფარი გაუძლებს კოლოსალურ სიცხეს, რის შემდეგაც პარაშუტების სისტემა მის სიჩქარეს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისია დასრულდება წყნარ ოკეანეში დაშვებით, სადაც ეკიპაჟს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალები დახვდებიან. მზადება გარკვეული გაგებით 20 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ, რაც შატლების პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა, NASA-მ დაიწყო მუშაობა პროგრამა Constellation-ზე. სწორედ მაშინ დაიბადა ხომალდ ორიონის კონცეფცია. იმის მიუხედავად, რომ ეს პროგრამა 2010 წელს შეწყდა, ორიონის პროექტი გადარჩა და საფუძვლად დაედო დღევანდელ მისიებს. 2011 წელს კონგრესმა დაამტკიცა SLS Space Launch System-ის რაკეტის შექმნა.
მომდევნო წლებში დაიწყო აქტიური საინჟინრო მუშაობა. 2014 წელს ორიონის პირველი უეკიპაჟო სატესტო ფრენა განხორციელდა დედამიწის ორბიტაზე. კონსტრუქცია დაიწყო SLS-ის გიგანტური ძრავებისა და საწვავის აბზების აწყობა. ინტენსიური ფაზა 2017 წლიდან დღემდე გრძელდება. 2017 წელს პროგრამას ოფიციალურად ეწოდა არტემისი და დაისახა კონკრეტული მიზანი ადამიანის დაბრუნება მთვარეზე. ბოლო 7-8 წელი იყო ყველაზე კრიტიკული. ჩატარდა რაკეტის ძრავების მრავალწლიანი, ეგრეთ წოდებული ცხელი გამოცდები. არტემის 1 2022 წელს ეს იყო გენერალური რეპეტიცია. რაკეტამ და ხომალდმა 25 დღე დაკვეს კოსმოსში ადამიანების გარეშე, რათა დაემტკიცებინათ, რომ სისტემა უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც 2023 წელს ეკიპაჟი ოფიციალურად დასახელდა, მათ გაიარეს ინტენსიური, თითქმის 2 წლიანი წვრთნა სპეციალურად ამ მისიისთვის. ბევრს უყვირს, რატომ დასჭირდა NASA-ს 20 წელი იმის გასამეორებლად, რაც 60-იან წლებში 8 წელიწადში გააკეთა. აქ რამდენიმე მთავარი მიზეზია. დღევანდელი უსაფრთხოების მოთხოვნები ბევრად მკაცრია, ვიდრე აპოლოს ეპოქაში. აპოლოს დროს NASA-ს ბიუჯეტი ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი ბიუჯეტის 4% იყო, დღეს კი 0.5%-იც არაა. არტემისის მიზანი არა მხოლოდ მთვარეზე ჩასვლა, არამედ იქ დარჩენა და მარსისთვის მომზადება, რაც გაცილებით რთულ ტექნოლოგიებს მოითხოვს. რაკეტა მატარებელი SLS-ი. მისიის წარმატება დამოკიდებულია SLS Block 1-ზე, ზემძიმე კლასის რაკეტაზე, რომელიც სპეციალურად ღრმა კოსმოსური მისიებისათვის შეიქმნა. ძირითადი კომპონენტები: Space Launch System SLS-ი არის NASA-ს მიერ შექმნილი ზემძიმე კლასის რაკეტა მატარებელი, რომელიც წარმოადგენს არტემისის პროგრამის ხერხემალს. მისი დანიშნულებაა ადამიანებისა და დიდი მოცულობის ტვირთის გაყვანა, დედამიწის დაბალი ორბიტის მიღმა, მთვარეზე და მომავალში მარსზე. ახლა კი უფრო მეტი მისი ტექნიკური აგებულებისა და მუშაობის პრინციპის შესახებ. პირველი, კონფიგურაცია SLS Block 1. არტემის 2-ის მისიაზე გამოიყენება Block 1 კონფიგურაცია. ეს არის რაკეტის საწყისი ვერსია, რომელსაც შეუძლია მთვარისკენ 27 ტონაზე მეტი ტვირთის გაგზავნა. ცენტრალური საფეხური Core Stage. ეს არის რაკეტის ყველაზე დიდი ნაწილი, სიმაღლე 65 მეტრი, რომელიც ნარინჯისფერია თერმოიზოლაციის გამო. საწვავი იტევს 2.7 მილიონ ლიტრზე მეტ გაცივებულ თხევად წყალბადსა და თხევად ჟანგბადს. ძრავები. ძირში დამონტაჟებულია 4 RS-25 ტიპის ძრავი. ეს არის ლეგენდარული ძრავები, რომლებიც ადრე კოსმოსურ შატლებს ემსახურებოდა. თუმცა SLS-ისათვის ისინი მნიშვნელოვნად მოდერნიზდა უფრო მეტი სიმძლავრისთვის. მყარსაწვავიანი ამაჩხარებლები Solid Rocket Boosters SRB. ცენტრალური საფეხურის გვერდებზე განთავსებულია 2 თეთრი ბუსტერი. სიმძლავრე თითოეული ბუსტერი წარმოქმნის დაახლოებით 1600 ტონა ბიძგს. ფუნქცია: ისინი უზრუნველყოფენ აფრენისა საჭირო სიმძლავრის 75%-ს პირველი 2 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ცარიელი ბუსტერები შორდება რაკეტას და ვარდება ოკეანეში. ზედა საფეხური ICPS. მას შემდეგ, რაც ცენტრალური საფეხური საწვავს ამოწურავს და გამოცალკევდება, მუშაობას იწყებს Interim Cryogenic Propulsion Stage ICPS. დანიშნულება: მისი მთავარი როლია ხომალდ ორიონის ორბიტის აწევა და შემდეგ ეგრეთ წოდებულ Trans-Lunar Injection მანევრის შესრულება. ანუ ხომალდისათვის იმ სიჩქარის მინიჭება, რომელიც მას მთვარისკენ გადხორცნის. იყენებს ერთ RL-10 ძრავს, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ეფექტურობით ვაკუუმში. როგორ მუშაობს SLS-ი აფრენისას? რაკეტის გაშვება არის რთული ფიზიკური პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. სტარტი. ჯერ ირთვება 4 RS-25 ძრავი, ხოლო 6.6 წამის შემდეგ იფეთქებს მყარსაწვავიანი ბუსტერები. რაკეტა წყდება სასტარტო მოედანს. Max Q. აფრენიდან დაახლოებით 70-90 წამში რაკეტა აღწევს მაქსიმალურ დინამიკურ წნევას. მომენტს, როდესაც ატმოსფერული წინააღმდეგობა ყველაზე ძლიერია. ბუსტერების მოცილება. 2 წუთის შემდეგ ბუსტერები საწვავს წვავენ და შორდებიან რაკეტას. Core Stage-ის გამორთვა დაახლოებით 8 წუთში ცენტრალური საფეხური ასრულებს მუშაობას და შორდება ზედა საფეხურს. ორბიტაზე გასვლა. ICPS ძრავი ირთვება მცირე ხნით, რათა ხომალდი სტაბილურ ორბიტაზე დააყენოს. მისის ტრაექტორია და ფრენის პროცესი.
Artemis 2 გამოიყენებს ეგრეთ წოდებული თავისუფალი დაბრუნების ტრაექტორიას, Hybrid Free Return Trajectory. დედამიწის ორბიტა აფრენიდან მალევე ხომალდი დედამიწის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, რათა ეკიპაჟმა შეამოწმოს ყველა სისტემა, სანამ შორს სწავლენ. TLI Trans-Lunar Injection ICPS ძრავის ჩართვით. ხომალდი აღწევს 39000 კმ/სთ სიჩქარეს და მიემართება მთვარისკენ. მთვარის შემოვლა. ორიონი მთვარის უკანა მხრიდან შემოუვლის დაახლოებით 10300 კმ მანძილზე. აქ ხომალდი გამოიყენებს მთვარის გრავიტაციას, რათა დამატებითი საწვავის გარეშე მოტრიალდეს პირდაპირ დედამიწისკენ. საკომუნიკაციო და ნავიგაციის ინოვაციები. ამ მისიაზე პირველად გამოიყენება Optical Communications-ი, ლაზერული კავშირი. ტრადიციული რადიოტალღების ნაცვლად მონაცემები გადაიცემა ლაზერით, რაც საშუალებას იძლევა დედამიწაზე ულტრა მაღალი გარჩევადობის 4K ვიდეო რეალურ დროში გამოიგზავნოს. ნავიგაციისთვის ხომალდი იყენებს როგორც ვარსკვლავურ სენსორებს, ისე ავტონომიურ სისტემას, რომელსაც შეუძლია კურსის გასწორება დედამიწასთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაშიც კი. დეტალურად გიამბობთ ხომალდ ორიონის შესახებ, რომელშიც ასტრონავტები არიან. ორიონი არის პირველი ხომალდი, რომელსაც აქვს უნარი წაიყვანოს ადამიანები მთვარეზე. იქ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და კვლავ მშვიდობიანად დააბრუნოს დედამიწაზე. ეს ფორმით აპოლოს მსგავსი აპარატია, თუმცა გაუმჯობესებულია და მას სიდიდითაც აღემატება. ორიონის სიმაღლე 15 მეტრია, ხოლო დიამეტრი 5.2 მეტრს უტოლდება. იგი 4-კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი. კოსმოსში მაქსიმუმ 21 დღის გასატარებლადაა გამოსადეგი და 7770 კილოგრამს იწონის. უნდა აღვნიშნო, რომ ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად ასეთ მისიებთან დაკავშირებული რისკები ისევ გასათვალისწინებელია. კოსმოსური ფრენა უსაფრთხო ნამდვილად არაა, რასაც 1986 წლის ტრაგედიაც მოწმობს, როცა Space Shuttle Challenger-ი აფრენიდან 73 წამში აფეთქდა და 7 ასტრონავტი იმსხვერპლა. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ყველა დეტალი წინასწარ გათვლილი და შემოწმებული უნდა იყოს. Picture you were just seeing is Christy McCullough's parents watching in horror. These are the students from her school. მისი საცხოვრებელი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 9.35 კვადრატულ მეტრს, რაც საკმარისია 4 ასტრონავტის კომფორტული თანაცხოვრებისთვის. ეკიპაჟის ბორტზე ყოფნა შესაძლებელი იქნება დაახლოებით 21 დღის განმავლობაში. თერმული დაცვის სისტემა Heat Shield. ეს ორიონის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ნაწილია, ვინაიდან ხომალდი მთვარიდან უნდა მობრუნდეს. მისი სიჩქარე გაცილებით მაღალია, ვიდრე ორბიტალური ხომალდების. მასალა დამცავი ფარი დაფარულია აბკვატის მასალით, რომელიც აბლაციურია, იწვის და თანდათან შორდება ზედაპირს, რათა სითბო თან წაიღოს. ტემპერატურული გამძლეობა ფარს შეუძლია გაუძლოს 2760 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურას. დიამეტრი 5 მეტრი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ამ ტიპის ფარი. საციცოცხლო უზრუნველყოფის სისტემები ECLSS. ორიონი აღჭურვილია დამოუკიდებელი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის რეცირკულაციას და ტენიანობის კონტროლს ხანგრძლივი მისიების დროს. ჰაერის წმენდა იყენებს სპეციალურ სისტემას ნახშირორჟანგისა და ტენიანობის მოსაცილებლად, რომელიც არ საჭიროებს ქიმიურ კარტრიჯებს და ავტომატურად აღდგება. წნევის კონტროლი ინარჩუნებს დედამიწის მსგავს ატმოსფერულ წნევას. რადიაციული დაცვა კაფსულის შიგნით არის სპეციალური თავშესაფარი, მზის ქარიშხლებისა და მაღალი რადიაციის დროს თავის შესაფარებლად. ნავიგაცია და მართვა. ორიონის ტვინი წარმოადგენს ორმაგ კომპიუტერულ სისტემას, რომელიც გამძლეა კოსმოსური რადიაციის მიმართ. კომპიუტერული სიმძლავრე იყენებს IBM-ის ბაზაზე აგებულ სისტემას. იმის მიუხედავად, რომ მისი სიჩქარე თანამედროვე სმარტფონებზე ნაკლებია, მისი საიმედოობა კრიტიკულ პირობებში 100%-იანია. შუშის კაფსულა ასტრონავტებისათვის განკუთვნილია სენსორული და ფიზიკური მართვის პანელები, რომლებიც Boeing 787 Dreamliner-ის სისტემებს ეფუძნება. უსაფრთხოების სისტემა LAS-ი. კაფსულის თავზე დამონტაჟებულია Launch Abort System. ეს არის რაკეტული ძრავების სისტემა, რომელიც გაშვებისას რაიმე პრობლემის შემთხვევაში წამებში მოგლეჯს კაფსულას, რაკეტას და უსაფრთხო მანძილზე გაიტანს. სიჩქარე LAS შეუძლია 0-დან 800 კმ/სთ-მდე აჩქარება, სულ რაღაც 2 წამში. დაშვების სისტემა, პარაშუტები.
დედამიწაზე დაბრუნებისას ორიონი იყენებს 11 პარაშუტისგან შემდგარ კომპლექსურ სისტემას. 2 პარაშუტი სტაბილიზაციისთვის, 3 მცირე პარაშუტი ძირითადი პარაშუტების გამოსაშვებად, 3 გიგანტური პარაშუტი, რომლებიც საბოლოო სიჩქარეს 32 კმ/სთ-მდე ანელებენ. ენერგოსისტემა, მზის პანელები და ელექტროენერგია. ESM-ი აღჭურვილია 4 ფრთით, რომლებიც ქმნიან X-ის ფორმის კონფიგურაციას. მზის პანელები, თითოეული ფრთა 7 მეტრის სიგრძისაა, ჯამში 15000-ზე მეტი მზის ელემენტი. გამომუშავება. სისტემა შეუძლია 11.2 კილოვატი ენერგიის გამომუშავება, რაც საკმარისია საშუალო სტატისტიკური 2 სახლის სრული კვებისათვის. მობილურობა. პანელებს აქვთ ბრუნვის ფუნქცია, რათა მუდმივად მიყვნენ მზეს, მიუხედავად ხომალდის ორიენტაციისა. ძრავები და მანევრირება. ESM-ზე დამონტაჟებულია 33 ძრავი, რომლებიც 3 კატეგორიად იყოფა. მთავარი ძრავი OMS-ი, ეს არის Space Shuttle-დან გადმოტანილი მოდიფიცირებული ძრავი, რომელიც ორბიტალური მანევრებისათვის და მთვარის ორბიტაზე გამოსასვლელად გამოიყენება. მისი მაქსიმალური მიწოლა არის 36.7 კილონიუტონი. დამხმარე ძრავები 8 ცალი R4D11 ძრავი, რომლებიც მთავარ ძრავს ეხმარებიან და სარეზერვო ფუნქციას ასრულებენ. რეაქტიული მართვის სისტემა RCS-ი 24 მცირე ძრავი, რომლებიც პასუხისმგებენი არიან ხომალდის სივრცეში ორიენტაციაზე, ტრიალსა და დახრაზე. რესურსების მარაგი და საციცოცხლო მხარდაჭერა. სერვის მოდული კაფსულას ყველაფერს აწვდის, რაც ადამიანის სიცოცხლისთვისაა საჭირო. წყალი ინახება 4 ავზში, ჯამში დაახლოებით 240 კილოგრამი სასმელი წყალი. ჰაერი. ESM-ში მოთავსებულია აზოტისა და ჟანგბადის ავზები. სისტემა ავტომატურად ურევს მათ, რათა კაფსულაში შეიქმნას დედამიწის იდენტური ატმოსფერო. თერმოკონტროლი. რადიატორები და თხევადი გაგრილების სისტემა გამოყოფენ ზედმეტ სითბოს, რომელიც ელექტრონიკისა და ასტრონავტებისგან გროვდება, რათა ხომალდი არ გადახურდეს. ტექნიკური პარამეტრები და მასა. ESM-ი არის ცილინდრული ფორმის კონსტრუქცია. სიმაღლე 4 მეტრი, პანელების გარეშე, დიამეტრი 4.1 მეტრი. მასა გაშვებისას დაახლოებით 13.5 ტონა, საიდანაც 8.6 ტონა მხოლოდ საწვავია. როგორ მუშაობს კავშირი? კაფსულა და სერვის მოდული გადაბმულია სპეციალური ადაპტერით. დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ESM-ი სცილდება კაფსულას და იწვის ატმოსფეროში. დედამიწაზე მხოლოდ ეკიპაჟის მოდული ბრუნდება. საინტერესოა, რომ ორიონის ეს კომბინაცია გათვლილია 21 დღიან ავტონომიურ ფრენაზე. ხოლო თუ ის მთვარის ორბიტულ სადგურ Gateway-ს მიუერთდება, მისია შეიძლება 6 თვემდეც გაგრძელდეს. ეს კი მომავლის საკითხია. ხომალდის მართვა და ოპტიკური ნავიგაცია. ვიდრე ასტრონავტები მთვარისკენ გაემართებიან, ისინი დედამიწის მაღალ ორბიტაზე დარჩებიან 24 საათის განმავლობაში. სწორედ აქ ჩატარდება სიახლოვის ოპერაციების დემონსტრირება. მექანიკური მართვა. ასტრონავტები გამოცდიან, რამდენად ზუსტად ემორჩილება ხომალდი ადამიანის მიერ მართულ კონტროლერებს კოსმოსის ვაკუუმში. ოპტიკური ნავიგაცია. ორიონი გამოიყენებს კამერებსა და ვარსკვლავების სენსორებს პოზიციის დასადგენად. ეს სისტემა გადამწყვეტია იმ შემთხვევისთვის, თუ დედამიწასთან კავშირი გაწყდება. კომუნიკაციის რევოლუცია. ლაზერული ტექნოლოგია. არტემის 2-ზე პირველად გამოიყენებენ სისტემას O2O Orion Optical Communications System. ტრადიციული რადიოტალღების ნაცვლად, მონაცემების გადასაცემად ლაზერული სხივები იქნება გამოყენებული. ეს საშუალებას იძლევა მოხდეს HD ხარისხის ვიდეოს პირდაპირი ტრანსლაცია მთვარიდან. მონაცემების გადაცემა ბევრად მაღალი სიჩქარით 260 მეგაბიტი წამში მოხდება. კანადური ექსპერიმენტი ჰანთერი. კანადის კოსმოსური სააგენტო CSA მისიისთვის ამზადებს ექსპერიმენტს, რომელიც შეისწავლის ასტრონავტების ნეიროფსიქოლოგიურ მდგომარეობას. კვლევა მიზნად ისახავს იმის დადგენას, თუ როგორ მოქმედებს ღრმა კოსმოსის იზოლაცია და უწონადობა ადამიანის მხედველობასა და კოორდინაციაზე. წყლისა და ჰაერის რეგენერაციის ტესტირება. ხომალდი ორიონი აღჭურვილია უახლესი სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემით ECLSS-ი. ასტრონავტების ერთ-ერთი მთავარი დავალება ამ სისტემის მუშაობის მუდმივი მონიტორინგი. ნახშირორჟანგის მოცილება. რამდენად ეფექტურად ფილტრავს სისტემა ჰაერს 4 ადამიანისათვის. ტენიანობის კონტროლი. როგორ უმკლავდება ხომალდი კონდენსაციას, რაც კოსმოსში ელექტრონიკისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. რადიაციული მონიტორინგი. HERA. დედამიწის მაგნიტური ველის მიღმა რადიაცია გაცილებით ძლიერია. ხომალდზე დამონტაჟებულია სისტემა HERA.
მიზანი გაზომოს რადიაციის დონე რეალურ დროში და გააფრთხილოს ეკიპაჟი მზეზე აფეთქებების შემთხვევაში. ნიშნულობა ეს მონაცემები სასიცოცხლოა არტემის 3-ის ასტრონავტებისთვის, რომლებიც უკვე მთვარეზე უფრო დიდხანს დარჩებიან. ბიოლოგიური ექსპერიმენტები. ასტრონავტები საკუთარ თავზე ჩაატარებენ კვლევებს, რათა დაინახონ, როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი მთვარის სიახლოვეს. მხედველობის ცვლილება. კოსმოსში სითხეების გადანაწილება ხშირად მოქმედებს თვალის სტრუქტურაზე. ეკიპაჟი გამოიყენებს სპეციალურ ხელსაწყოებს თვალის ფსკერის შესასწავლად. დედამიწაზე გრავიტაცია სითხეებს, სისხლს, ლიმფას, სხეულის ქვედა ნაწილისკენ გაჩავს. კოსმოსში კი ეს სითხეები თავისუფლად მიედინება ზემოთ, თავის ქალისკენ. ინტრაკრანიალური წნევა. თავის ქალაში წნევა იმატებს, რაც აწვება თვალის კაკლებს უკანა მხრიდან. თვალის კაკლის დეფორმაცია. წნევის გამო თვალის კაკალი ოდნავ ბრტყელდება. ამას globe flattening ეწოდება. თვალის კაკლის ფორმის შეცვლის გამო სინათლის სხივები ბადურაზე ზუსტად აღარ ფოკუსირდება. ბევრი ასტრონავტი, რომელსაც დედამიწაზე იდეალური მხედველობა ჰქონდა, კოსმოსში შორს მხედველი ხდება. მათ უჭირთ ახლოს მდებარე საგნების ან საკონტროლო პანელზე არსებული ტექსტის საკითხვა. ამას ჰიპეროპიული ცვეთა ეწოდება. NASA ასტრონავტებს ხშირად ატანს სპეციალურ სათვალეებს, რომლებსაც რეგულირებადი ფოკუსი აქვთ, რათა მათ მისიის განმავლობაში შეცვლილ მხედველობასთან ადაპტაცია შეძლონ. კუნთოვანი ატროფია. მცირე გრავიტაციაში ყოფნისას სხეულის სწრაფად იცვლება. ექსპერიმენტები დაეხმარება მეცნიერებს მარსის მისიებისათვის ფიზიკური ვარჯიშების გეგმის შედგენაში. კუნთოვანი ატროფია კოსმოსში ფიზიოლოგიური ადაპტაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და რთული შედეგია. მარტივად რომ ვთქვა, ადამიანის სხეული უკიდურესად ეკონომიურია. ის არ ხარჯავს ენერგიას იმ ორგანოებისა თუ ქსოვილების შესანახად, რომლებსაც აქტიურად არ იყენებს. დედამიწაზე ჩვენი კუნთები მუდმივად მუშაობენ, თუნდაც მაშინ, როცა უბრალოდ ვდგავართ ან ვზივართ. გრავიტაციის საწინააღმდეგოდ სხეულის ვერტიკალურად შენარჩუნება მოითხოვს ეგრეთ წოდებულ ანტიგრავიტაციული კუნთების, განსაკუთრებით წვივის, ბარძაყისა და ზურგის კუნთების მუდმივ დაძაბულობას. უწონადობის პირობებში ეს დატვირთვა ნულამდე დადის. ასტრონავტებს აღარ სჭირდებათ ფეხების გამოყენება გადასაადგილებლად. ისინი ხელებით ცურავენ, ასე ვთქვათ. რაც კუნთებს ფუნქციას უკარგავს, შედეგად ორგანიზმი იწყებს კუნთოვანი ცილების დაშლას. კუნთოვანი ატროფია მჭიდროდ არის დაკავშირებული ძვლების დასუსტებასთან. როდესაც კუნთები აღარ აწვება ძვლებს, ანუ მექანიკურ სტრესს აღარ აყენებს, ძვლები იწყებენ კალციუმის დაკარგვას. ეს პროცესი წელიწადში დაახლოებით 10-12 ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე დედამიწაზე ოსტეოპოროზის დროს. იმისათვის, რომ დედამიწაზე დაბრუნებისას ასტრონავტებს სიარული შეეძლოთ, ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დღეში მინიმუმ 2-2.5 საათის განმავლობაში ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს გადიან. ასტრონომიულ და სამეცნიერო საზოგადოებაში არტემის 2-ის მიმართ მოლოდინი ძალიან მაღალია. ეს არ არის უბრალოდ მორიგი კოსმოსური გაფრენა. ეს არის 50 წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანის ღრმა კოსმოსში დაბრუნების სიმბოლო. ეს ნიშნულოვანია, მაგრამ არა მეცნიერული აღმოჩენებისთვის. მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ არტემის 2 ყოველთვის იყო სისტემა, ტესტი, არა მეცნიერული მისია. მისი მთავარი მიზანი არის ორბიტალური რეალური ექსპერიმენტი, ადამიანის მონაწილეობით და არმოელის დიდი ახალი მეცნიერული აღმოჩენების გაკეთებას დანიშნულების ადგილზე. ამას NASA-ც ხაზს უსვამს. მისია დაგეგმილია როგორც ფლაიბი, ანუ მყისერი ბრუნვა მთვარის გარშემო და არა ლენდინგი ან მეცნიერება ქმედებების ზედაპირზე. ადამიანი როგორც მეცნიერების გაგზავნილი თვალები. ზოგი მკვლევარი და NASA-ს მეცნიერი პროგნოზირებს, რომ არის განსხვავებული უნიკალური ღირებულება იმაში, რომ ადამიანთა თვალით მზის სხვადასხვა კუთხით შეისწავლონ მთვარის ზედაპირის ტექსტურა და ფერი. ეს არის მცდელობა გამოიყენოს ადამიანის აღქმა, რაც რობოტული კამერებიდან განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა. ეს არის არა იმდენად ახალი აღმოჩენა, არამედ ვიზუალური შეფასება, რაც დაგვეხმარება მომავალი მისიებისათვის გამოავლინოს საინტერესო უბნები. ჯანმრთელობის კვლევები და რადიაცია. ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რაზეც მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ და მე წინა ეპიზოდებშიც გიამბეთ, არის ადამიანის სხეულის რეაქცია ღრმა სივრცეში ყოფნაზე, განსაკუთრებით რადიაციული პირობებისა და ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. უზარმაზარი მონაცემი იქნება იმისთვის, რომ უკეთ გამოიკვლიონ, როგორ მოქმედებს რადიაცია, სტრესი და სხვა ფაქტორები ასტრონავტებზე და როგორ განისაზღვროს სხვა ფაქტორები ჯანდაცვის მომავალ სტრატეგიაზე, განსაკუთრებით არტემის 3-ისა და შემდეგ მარსის გეგმებზე. ტექნიკური და სისტემური მცდელობები.
ასტრონავტები და NASA-ს წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არტემის 2. მას შემდეგ, რაც არტემის 1 წარმატებით შესრულდა, ახლა მნიშვნელოვანია დამტკიცდეს ორიონ კაფსულის სისტემა, ღრმა სივრცეში გამოდგება თუ არა. სიცოცხლის მხარდაჭერა, კომუნიკაციები, მართვა, მზის რადიაცია და სხვა მთავარი ელემენტები. ეს არ არის მხოლოდ სტატუსი, ეს არის პირველი ნაბიჯი მომავალ, უფრო ამბიციურ მისიებზე, თვარეზე დაშვებასა და მის მიღმა წასვლაზე. საერთაშორისო და სტრატეგიული გავლენა. ასტრონომები, ზოგადად ობსერვატორიული საზოგადოება აღნიშნავს, რომ პროგრამა არ არის მხოლოდ ტექნიკური ექსპერიმენტი. ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის, პარტნიორობის მკაფიო მაგალითი, არტემის ეკორცი და წარმოადგენს ამერიკის მიზანს გაიმეოროს ადამიანის ღრმა კოსმოსში დაბრუნების პროგრამა. ამან შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ინვესტიციები, ინოვაციები და გლობალური კოსმოსური კვლევების შესაძლებლობა მოუტანოს. გლობალური ასტრონომიული საზოგადოება არტემის 2-ს აღიქვამს როგორც სტრატეგიულ გარდამავალ საფეხურს. საერთაშორისო პარტნიორები და კვლევითი ინსტიტუტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ არტემის ეკორცის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც მიზნად ისახავს მთვარის მშვიდობიან, გამჭვირვალე და მდგრად კვლევას. ასტრონომთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ადამიანის მონაწილეობა ასეთ მისიებში არა მხოლოდ ტექნოლოგიური წინსვლაა, არამედ საშუალებას იძლევა უკეთ იქნას შესწავლილი ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური რეაქციები ღრმა კოსმოსურ გარემოში. ინფორმაცია, რომელიც გადამწყვეტია როგორც მთვარის, ისე მარსის მომავალი ექსპედიციებისთვის. სოფლიო მეცნიერები ამ მისიას განიხილავენ როგორც გენერალურ რეპეტიციას მთვარეზე დაშვებამდე. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი ტესტირება აუცილებელია მომავალში უფრო რთული მისიებისათვის, განსაკუთრებით კი არტემის 3-ისთვის, რომელიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების დაბრუნებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომუნიკაციასა და ნავიგაციას. კომუნიკაციას იმიტომ, რომ ლაზერული კავშირის გამოცდა მონაცემების სწრაფი გადაცემისთვის უნდა მოხდეს. ნავიგაციას კი იმისთვის, თუ რამდენად ზუსტად შეძლებს ხომალდი მთვარის მიზიდულობის გამოყენებას დედამიწაზე დასაბრუნებლად. პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ პროგრამის ფინანსურ და დროით გამოწვევებზე. ზოგი ასტრონომი შიშობს, რომ მასშტაბურმა ადამიანურმა პროგრამებმა შესაძლოა სხვა ასტრონომიულ კვლევებს წაართვას დაფინანსება, მისი ძვირადღირებულობიდან გამომდინარე. მაგალითად, ორბიტალური ტელესკოპებისა და ფუნდამენტური კოსმოსური მეცნიერების მიმართულებებს. ამასთანავე, მისიის წარმატება ან შესაძლო ტექნიკური სირთულეები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არტემისის პროგრამის მომდევნო ეტაპებზე და მთლიანად ადამიანის ღრმა კოსმოსში დაბრუნების სტრატეგიაზე. მთვარე როგორც რესურსების წყარო, ინსტიტუციური ბაზა. მთვარეზე არსებული რესურსები არ არის მხოლოდ ძვირფასი ქვები, რომელთა დედამიწაზე ჩამოტანა გვინდა. ეს არის მასალა, რომელიც კოსმოსშივე უნდა მოვიხმაროთ. წყლის ყინული, იგივე თეთრი ოქრო. სამხრეთ პოლუსის კრატერებში არსებული ყინული არის გასაღები ყველაფრისთვის. ელექტროლიზის საშუალებით წყლის დაშლა გვაძლევს თხევად წყალბადს, საწვავად და თხევად ჟანგბადს მჟანგავად. რეგოლითი, ანუ მთვარის ნიადაგი, ის მდიდარია სილიციუმით, რკინითა და ალუმინით. 3D ბეჭდის ტექნოლოგიით რეგოლითისგან შესაძლებელია საცხოვრებელი მოდულების, გზებისა და სადესანტო მოედნების აშენება. ეს გამორიცხავს დედამიწიდან მძიმე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების საჭიროებას. ჰელიუმ-3, როგორც უკვე ვახსენე, ეს არის მომავლის ენერგეტიკის საფუძველი, რომელიც მთვარეს ეკონომიკურად მომგებიან ობიექტად აქცევს გრძელვადიან პერსპექტივაში. მთვარე როგორც პლაცდარმი, ეგრეთ წოდებული staging base. კოსმოსური ფრენების ყველაზე რთული და ძვირადღირებული ნაწილი დედამიწის მიზიდულობის დაძლებაა. მთვარე ამ მხრივ იდეალური პლაცდარმია რამდენიმე მიზეზის გამო. დაბალი გრავიტაცია. მთვარის მიზიდულობის ძალა დედამიწისაზე 6-ჯერ ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ მთვარის ზედაპირიდან რაკეტის გასაშვებად საჭიროა გაცილებით ნაკლები ენერგია და საწვავი. ატმოსფეროს არ ქონა. დედამიწიდან გაშვებისას რაკეტა ებრძვის ჰაერის წინააღმდეგობას. მთვარეზე ეს ბარიერი არ არსებობს, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ელექტრომაგნიტური კატაპულტები, ტვირთების ორბიტაზე გასატანად. Gateway და ორბიტალური შეკრება. ორიონის ხომალდი და Lunar Gateway სადგურის საშუალებას მოგცემს მარსისგან მიმავალი გიგანტური ხომალდები ნაწილ-ნაწილ ავაწყოთ მთვარის ორბიტაზე. იქ შევავსოთ საწვავით და მხოლოდ ამის შემდეგ გავუშვათ შორეულ კოსმოსში, მათ შორის მარსზე. ტექნოლოგიური და ფსიქოლოგიური მომზადება. მარსის მისია დაახლოებით 2-3 წელი გაგრძელდება. მთვარეზე ცხოვრება არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, თუ როგორ გაძლებს ადამიანი და ტექნიკა იზოლაციაში. რადიაციული დაცვა. მთვარეზე ჩვენ გამოვცდით მასალებს, რომლებიც ასტრონავტებს კოსმოსური დასხივებისგან დაიცავს.
დაბალი გრავიტაციის გავლენა. მთვარის 1/6 გრავიტაცია დაგვეხმარება შევისწავლოთ, როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი ხანგრძლივ უწონადობაზე, სანამ მარსის 1/3 გრავიტაციას შევეჩეხებით. მთავარი გამოწვევები. პოტენციალის მიუხედავად მთვარის პლაცდარმად ქცევას ხელს უშლის. აბრაზიული მტვერი, მთვარის მტვერი, რეგოლითი, არის ბასრი და ელექტრომაგნიტურად დამუხტული. ის აზიანებს ტექნიკას და ასტრონავტების ფილტვებს. ღამის ციკლი. მთვარის ღამე 14 დედამიწის დღე გრძელდება, რაც მზის ენერგიაზე მომუშავე ბაზებისათვის დიდი გამოწვევაა. გამოსავალი ბირთვული ენერგიაა. შეჯამება. მთვარი არის კოსმოსური აეროპორტი, სადაც ჩვენი ცივილიზაცია ისწავლის ფრენას, სანამ ღია ოკეანეში მარსისკენ გავა. მის გარეშე მარსზე მოხვედრა მხოლოდ ერთჯერადი გმირობა იქნება. მთვარის გამოყენებით კი ეს იქნება სისტემური კოლონიზაცია. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობის მისწრაფება დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ ორი გიგანტური ნახტომით გამოიხადა. აპოლოს ლეგენდარული ეპოქითა და არტემისის თანამედროვე ამბიციური პროგრამით. იმის მიუხედავად, რომ ორივეს მიზანი მთვარია, მათ შორის არსებული განსხვავება გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგიური პროგრესი. მათ შორისაა პოლიტიკური კონტექსტი, რაც მათ შორის პროექტების ბიუჯეტსაც განსაზღვრავს. დავიწყოთ ამით. პოლიტიკური კონტექსტი, რბოლა თუ დამკვიდრება. პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით აპოლო და არტემისი რადიკალურად განსხვავებული ფილოსოფიის მქონე პროექტებია. თუ აპოლო იყო ეგზისტენციალური ბრძოლა გადარჩენისთვის, არტემისი არის გრძელვადიანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინვესტიცია. პოლიტიკური мотиваცია არის მთავარი წყალგამყოფი ამ ორ ეპოქას შორის. აპოლოს მისიები, რომელიც 1961-1972 წლებში მიმდინარეობდა, ეს იყო ცივი ომის პირდაპირი პროდუქტი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირის შორის არსებული იდეოლოგიური დაპირისპირება კოსმოსურ რბოლაშიც გადაიზარდა. მთვარეზე დაშვება იყო ძალის დემონსტრირება, იმის დამტკიცება თუ რომელი სისტემა იყო ტექნოლოგიურად და პოლიტიკურად უპირატესი. პრიორიტეტი იყო სისწრაფე და პირველობა. შესაბამისად, 60-იან წლებში აპოლოს ეპოქის მიზანი, რაც ცივი ომის პიკია, მთვარეზე წასვლა არ ყოფილა, მხოლოდ მეცნიერული ინტერესით ნაკარნახევი. ეს იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა პირველი თანამგზავრი სპუტნიკი და პირველი ადამიანი იური გაგარინი გაუშვა კოსმოსში, შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა რადიკალური პასუხი, რათა დაემტკიცებინა კაპიტალისტური სისტემის უპირატესობა. დღეს კონტექსტი უფრო რთულია. ეს აღარ არის მხოლოდ შეერთებული შტატებისა და რუსეთის დუელი. ჩინეთი აქტიურად ვითარდება და აპირებს საკუთარი ბაზის აშენებას მთვარეზე. მას თითქმის არც ინდოეთი ჩამორჩება. არტემისის თანამედროვე კონტექსტი უფრო მრავალფეროვანია. აქცენტი გადატანილია მდგრადობაზე. ახლა მიზანი არა მხოლოდ დროშის ჩარჭობა, არამედ მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნა. პოლიტიკურად ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის და კერძო სექტორთან პარტნიორობის ნაზავი, რაც მიზნად ისახავს მთვარის რესურსების ათვისებას და მარსისთვის მომზადებას. ბიუჯეტის მასშტაბები, შეუზღუდავი versus ოპტიმიზებული. ბიუჯეტების შედარებისას აუცილებელია ინფლაციის გათვალისწინებაც. აპოლოს ბიუჯეტი 1960-იან წლებში NASA-ს დაფინანსება შეერთებული შტატების მთლიანი ფედერალური ბიუჯეტის თითქმის 4.9%-ს აღწევდა. დღევანდელი კურსით მთლიანმა პროგრამამ დაახლოებით $280 მილიარდ გადააჭარბა. ეს იყო ერის მთელი რესურსის მობილიზება ერთი მიზნისთვის. არტემისის ბიუჯეტი. დღეს NASA-ს დაფინანსება ფედერალური ბიუჯეტის მხოლოდ 0.5%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ არტემისის ხარჯებიც დიდია, 2025 წლისთვის დაახლოებით $90 მილიარდ აღწევდა. ის გადანაწილებულია წლებზე და ეყრდნობა კერძო პარტნიორობას. კერძო სექტორის როლი. ეს არის ყველაზე დიდი ეკონომიკური სხვაობა. აპოლოს დროს NASA იყო ერთადერთი დამკვეთი და მფლობელი. ყველაფერი რაკეტიდან დაწყებული ასტრონავტის საკვებით დამთავრებული სახელმწიფო საკუთრება იყო. არტემისის შემთხვევაში NASA იყენებს ტაქსის პრინციპს. მაგალითად იმის ნაცვლად, რომ თავად ააგოს მთვარეზე დასაჯდომი მოდული, მან კონტრაქტი გაუფორმა SpaceX-ს. NASA ყიდულობს მომსახურებას და არა აპარატს. ეს ამცირებს რისკებს სახელმწიფოსთვის და ხელს უწყობს კოსმოსური ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო კოალიცია. აპოლო იყო წმინდა ამერიკული პროექტი. არტემისი კი საერთაშორისოა. არტემის ეკორდს უკვე 40-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. პოლიტიკურად ეს შეერთებულ შტატებს აძლევს საშუალებას ხარჯები გაინაწილოს პარტნიორებთან, მაგალითად ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან, რომელიც აშენებს ხომალდ ორიონის ძრავების განყოფილებას. რატომ ბრუნდებით მთვარეზე? აქვე მინდა შევეხო ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს და იმ ყოვლად დაუსაბუთებელ სკეპტიციზმს, რომელიც მთვარეზე ადამიანის ყოფნას ეჭვქვეშ აყენებს და კონსპირაციაში გადაიზრდება, ანუ შეთქმულების თეორიაში. ამერიკელები მართლა რომ ბლეფობდნენ, თქვენი აზრით, რას გააკეთებდა საბჭოთა კავშირი, რომელმაც აღიარა, რომ სიგნალებს მთვარედან ნამდვილად იღებდნენ და საბჭოთა ტელევიზიამ გაუშვა კიდეც ლაივში მაშინდელი ტრანსლაცია.
მიულოცეს შეერთებულ შტატებს, რითაც კოსმოსურ რბოლაში მარცხიც აღიარეს. კიდევ რამდენიმე ფაქტორი. აპოლო მისიის ასტრონავტებმა დედამიწაზე ჩამოიტანეს 382 კილოგრამი მთვარის ქანები, რომლების დეტალურადაა შესწავლილი და განსხვავდება დედამიწის ქანებისგან. ფოტოები და ვიდეოები. არსებობს ათასობით სურათი და ვიდეო, გადაღებული სხვადასხვა მისიის დროს. ლაზერული რეფლექტორები. აპოლო მისიის დროს დატოვებული სარკეები დღემდე გამოიყენება დედამიწიდან ლაზერის გასაშვებად და მანძილის ზუსტად გასაზომად მთვარესა და დედამიწას შორის. დამოუკიდებელი დაკვირვებები. სხვა ქვეყნების ზონდებმა, მაგალითად NASA-ს, ESA-ს, ინდოეთის, ჩინეთის, გადაიღეს აპოლოს დასაჯდომი ადგილები და დატოვებული კვალი, ასევე მოყვარულმა ასტრონომებმა. ტექნიკური და ისტორიული დოკუმენტაცია. დეტალურადაა დაფიქსირებული ყველა ეტაპი: რაკეტის გაშვება, ფრენა, კავშირი, დაბრუნება, ათასობით მოწმე. პროექტში მონაწილეობდა 100,000 ადამიანი, ინჟინრები, მეცნიერები, რაც ასეთი მასშტაბის ფალსიფიკაციას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან მყარ და გადამოწმებად მტკიცებულებათა ბაზას. ტექნოლოგიური შესვენება. აპოლოს შემდეგ, ანუ 1972 წლიდან, ადამიანიანი პროგრამა მთვარეზე შეწყდა. ბევრი ტექნოლოგია და გამოცდილება დაიკარგა ან მოძველდა. ამიტომ ფაქტობრივად თავიდან ვიწევს სისტემების შექმნა. ფინანსები და პრიორიტეტები. აპოლოს დროს NASA-ს ბიუჯეტი გაცილებით დიდი იყო ცივი ომის კონკურენციის გამო საბჭოთა კავშირთან. შემდეგ ყურადღება გადავიდა ISS-ზე, ანუ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაზე, რომელიც აგარ უკვე მესამე ათეული წელია ფუნქციონირებს წარმატებით დედამიწის ორბიტაზე, რობოტულ მისიებსა და სხვა მიმართულებებზე, ასევე მარსზე. ახალი სტანდარტები უსაფრთხოებაში. დღეს მოთხოვნები ბევრად მკაცრია. საჭიროა უფრო საიმედო სისტემები, რაც ზრდის დროს და ხარჯს. და ბოლოს, თუ დაჯერება არ გინდა, ვერანაირი არგუმენტი ვერ დაგაჯერებს. Taking their first steps outside for their historic test flight. 2, 1, booster ignition, and liftoff. The crew of Artemis 2 now bound for the moon. In 3 dimension and absolutely unbelievable. Kathy Moonjoy. აი, ასე დასრულდა არტემის 2-ის მისიის ეს შემაჯამებელი ეპიზოდიც. ბოლოს კი რეზიუმე სახით მინდა გითხრათ, რომ 11 ეპიზოდს და 5 საათიან პირდაპირ ტრანსლაციას ასტრონავტების დაბრუნების დღეს. საერთო ჯამში ჩემს არხზე უყურა 33700 მაყურებელმა, თითქმის 32000 გამომწერიდან. ანუ 33700 ნახვა გადანაწილდა 12 ვიდეოზე. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ სერიას ერთი და იგივე ადამიანები უყურებდნენ ფაქტობრივად, რაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა. ამხელა საკაცობრიო მისიით, რომ ჩემი 31500 მეტი გამომწერიდან მხოლოდ 3000-დან 4000-მდე გამომწერი დაინტერესდა. უცბად ვაცხადებ, რომ რაოდენობაზე კი არ მწდება გული, არამედ იმაზე, რომ სამეცნიერო და შემეცნებითი საკითხების მიმართ საზოგადოებაში ასეთი დაბალი ინტერესია. მიუხედავად ჩემი და სხვა იუთუბერების მცდელობისა, ჯერ ვერ მოვახერხეთ საზოგადოების მეტი ნაწილის დაინტერესება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარხმალს ვყრი და мотиваცია დაეცა. არნაირად. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ მეტია სამუშაო. განსაკუთრებით ახალ თაობასთან. ვფიქრობ, რომ ახალი თაობის იუთუბერებმა სწორედ ასეთ საკითხებზე უნდა მოახდინონ საზოგადოების გაერთიანება. მე სიამოვნებით მივესალმებით თითოეულ ახალ წამოწყებას პროექტს, რომელიც თუნდაც ჯანსაღ კონკურენციაში ჩაუდგება ჩემს პროექტს. წარმატებები NASA-ს და ყველა მეცნიერს, ვინც საერთო საკაცობრიო ინტერესებისათვის იბრძვის. აქ დავასრულებ მისია არტემის 2-ის შესახებ საუბარს და უკვე მომავალ ეპიზოდებში ვისაუბრებ ყველა იმ სიახლეზე, რაც უკვე მისია არტემის 3-თან იქნება დაკავშირებული, რა თქმა უნდა, როდესაც სიახლეები იქნება. მანამ კი კვირაში ერთხელ ახალი და საინტერესო ეპიზოდებით დაგებრუნდებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მაყურებელს, რომელმაც არტემის 2-ის მიმართ ინტერესი გამოხატა და ამ ინტერესებს სხვა წყაროებთან ერთად, მათ შორის ჩემი YouTube არხის საშუალებით იქ მაყოფილებდა. ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა არ დაგაბწყდეს. დროებით.